მოგესალმებით. დღეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დილემის შესახებ გვინდა რომ ვისაუბროთ, რომელიც რაც ეს ბრძოლა ჩვენი დაპირისპირება რეჟიმთან აქტიურ ფაზაში გადავიდა და მე ბევრი მოქალაქე ამ დილემის წინაშე დადგა. განსაკუთრებით ის, ვინც წინა ხაზზე არის და ერთ-ერთი შემთხვევით წაკითხული წიგნები, რომლებიც მე ემთხვევა, რომ სწორ დროს არის წაკითხული, ჩემთვის აღმოჩნდა ჰარი მულიშის თავდასხმა, რომელიც ჯერ არ არის ქართულად თარგმნილი. დავასწრებ ყველას, რომ მინდა რომ ვთარგმნო, სამწუხაროდ პროცესების გამო ვერ მოახერხე, თორემ მანამდე ვაპირებდი. სადაც არის ესეთი ეს ზუსტად ეს დილემა, რომელზეც ახლა მინდა ვისაუბრო, წამოყენებული. საქმე ეხება ჰოლანდიის ნაცისტურ ოკუპაციას და წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი ქალბატონის მონოლოგი არის ციხეში, სადაც ის აღწერს პრობლემას, რომელიც ყველა ადამიანს წინ დგას, როდესაც ის ებრძვის ბოროტებას. და ის ამბობს ეს რაღაცას, რომ არსებობს სიყვარული და არსებობს ბოროტება და ეს ადამიანი ჩვენ ვინც ვართ, ანუ სიკეთის მხარეთ ვართ, ამ სიყვარულით ახსავსენი და არსებობს ბოროტება, რომელსაც იმისთვის რომ დაუპირისპირდე, რაღაცნაირად უნდა მიბაძო მეთოდებში. მაგრამ როგორც კი მიბაძავ, მაშინ შენ უკვე სიყვარულის კარგავს, სიყვარულს და გადადიხარ ბოროტების მხარეს. ესე გამოდის, იმიტომ რომ მეთოდებში ემთხვევი მას. და პრობლემა არის ის, რომ თუ შენ ოდნავ მაინც არ მიბაძე, შეიძლება წააგო. და პრობლემა ის არის ასევე, რომ ადამიანი, რომელიც სიკეთიდან ბოროტებაზე გადადის, ის საკუთარ თავს კარგავს, ანუ შენ უნდა გამოიცვალო შენი თავი, თუ უპირისპირდები მეთოდებით ბოროტებას და ბოროტება, როდესაც ბოროტებას ჩადის, ის არაფერს ის თავის თავს არ ღალატობს. და ამიტომ ისთვის მარტივი არის ის ყოველთვის ამ თავის მეთოდებში ერთი წამით არ დაფიქრდება, რამდენად მორალურია, ცუდია, კარგია და ასე შემდეგ და შენ გიწევს შენი თავის ღალატი. და ბოლოს ამბობს, რომ აი გამარჯვება თუ გინდა რომ დადგეს, არის ისე უნდა მოიგო, რომ სიყვარული არ დაგარგო. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ბოროტება გაიმარჯვებს თუ შენც გახდე მისნაირი. დღეს ჩვენ ვიცით უკვე ყველა მეთოდი ფაქტიურად და იმედია ყველა, თუმცა ვიცით ასევე თქვათ სხვა ქვეყნებში ავტორიტარულში რა მეთოდებს მიმართავს ხოლმე რეჟიმი გასამყარებლად, ამიტომ მაგასაც ველოდებით, მაგრამ ნახეთ უდიდესი პალიტრა ბოროტების, ხო, დაწყებული ადამიანების დარეკვით და გინებით, სახლთანცემით, გაზი, დაპატიმრება, ოჯახის წევრების ლანძღვა, ოჯახის წევრების სამსახურიდან გაგდება, ანუ ყველაფერი ვნახეთ, რაც ბოროტება, მათ შორის ყველაფერი, რა თქმა უნდა, ბრძოლების მცდელობა. ნახეთ ღალატი თვითონ ერთმანეთის, ანუ ენით აღუწერელი, რაც კი წაგვიკითხოს ბოროტების შესახებ, ფაქტობრივად ყველაფერი მათ შორის საკუთარ რიგებშიც და აქეთაც, ანუ განურჩევი. აბსოლუტურად და ჩვენ ეს გაკვირვებული ხალხი ნელ-ნელა ფიქრობთ და ამ მთელი დაპირისპირების პროცესი არის რა მეთოდით უნდა დაუპირისპირდეთ ამას და ხანდახან არის ხოლმე რომ ზოგს ნერვები ღალატობს და ისეთ რამეს აკეთებს რაც ფორმით გავს მათ საქციელს და ავტომატურად რეჟიმი იწყებს რომ აი ესეთი ხალხი დგას იქით, მაშინ როცა თვითონ ყოველდღიურად იყენებს ამ მეთოდებს და მათ შორის ჩვენ რიგებშიც არ არის ერთიანობა მეთოდებზე თუ როგორ უპირისპირდებით რეჟიმს. ჯერჯერობით ეს არ შემდგარა ესეთი გარკვეული. მე არ ვფიქრობ რომ ეს ცუდია, ვფიქრობ რომ ნებისმიერ ბრძოლას რაღაცა პალიტრა გააჩნია ადამიანების, ჩვენ ერთმანეთს აქამდე არ ვიცნობდით, ყველანი ტემპერამენტით განსხვავდებით, ამიტომ არჩევანშიც ერთმანეთს თავისუფლებას ვაძლევთ, მე რაღაცას ვაკეთებ, ან ვერ ვაკეთებ, სხვა აკეთებს ამას უკეთესად, ან მის ხასიათში უფრო ჯდება, ამიტომ ვაძლევ თავისუფლებას. თუმცა არსებობს მაინც ის ზღვარი, რომლის გადალახვის შემთხვევაში ძალიან გრძნობიარენი ვართ აქეთ მხარეს მყოფი ხალხი, ზუსტად იმიტომ რომ ვფიქრობთ, რომ ესე ბოროტებასთან ბრძოლა არ შეიძლება. ეხლა თქვენთან ერთად ყოფნა ჩემს დიდი პატივია პირველ რიგში, იმიტომ რომ ბევრი გაქვთ გაკეთებული ჩემზე მეტიც და საზოგადოების დიდ ნაწილზე მეტიც და გაქვთ მოძებნილი ის ფორმები, რომელთაც ფიქრობთ, რომ რეჟიმს ყველაზე კარგად თქვენ უპირისპირდეთ. თქვენთვის ყველაზე კარგი ფორმა გაქვთ ნაპოვნი. პირველ რიგში მოდი როგორ უყურებთ ამ ბრძოლის ფორმებს, როგორ ვარჩევთ, ვერ ვარჩევთ, ფიქრობთ რომ მარცხდებით თუ არ მარცხდებით, გავკაჩავთ სიკეთის მხარეს ყოფნით მხოლოდ თუ მაინც მოგვიწევს საბოლოო ჯამში ბრძოლის რაღაც ეტაპზე უფრო ინფორმების მიმართვა, რომელიც შეიძლება დიდი მასებისთვის იყოს მიუღებელი და ჩვენთვისაც მორალურად პრობლემური გადასადგმელი აღმოჩნდეს ეს ნაბიჯი. როგორ უყურებთ, ეხა ამ ეტაპზე ეს ბრძოლის მეთოდები, რომლებიც შევარჩიეთ, გამართლებულია
უფრო სხვანაირად უნდა გვექნა, ანუ უფრო თქვათ რადიკალიზირებულები უნდა ყოფილიყავით, უფრო აგრესიულები უნდა ყოფილიყავით, თუ ფიქრობთ, რომ რასაც აქამდე მივახციეთ ჯერჯერობით, სწორად მივდივართ და ესე შევძლებთ დიდი გარდატეხის შემოტანას. ნებისმიერი თანმიმდევრობით, როგორც კიდევ. პირველ რიგში ყველას მოგესალმებით. აყურებელსაც, რა თქმა უნდა. სანამ საუბრობდი, მე ხომ მომივიდა ესეთი პარალელს ვაკეთე, საიდან შემეძლო მაგალითი სააღება. მით უმეტეს ესეც საკითხზე, როცა ბოროტების დამარცხებაზე ელაპარაკი და როდესაც ეს ბოროტება საკმაოდ ბრუტალურ მეთოდებს იყენებს და მათ შორის სიცოცხლესაც უქმნის საფრთხეს და უცებ ამომიტივტივდა თავში ჩემი პროფესიიდან ესეთი მომენტი, როდესაც ჩვენ ინფექციურ დაავადებას ვებრძვით ანტიბიოტიკით, ან მაგალითად ონკოლოგიურ დაავადებას ვებრძვით ქიმიოთერაპიული პრეპარატით და უფრო ალბათ ანტიბიოტიკს მოვარგებდი ამ იმას, ჩემს მსჯელობას, იქიდან გამომდინარე, რომ პოულობთ, უბრალოდ ჩვენ არა, კონკრეტული მეცნიერები, რომლებიც მუშაობენ შემუშავებაზე ამა თუ იმ ფორმულის, პოულობენ კონკრეტული ბოროტების, მოდი ასე ვთქვათ, ბაქტერიას ან გამომწვევს ვირუსს დავარქვათ ბოროტება, ეს გადმოვიტანოთ, მისთვის დამახასიათება სპეციფიურ სუსტ წერტილს, ან მისთვის, ესე ვთქვათ, როგორ გითხრა, მისთვის ძალიან უნიკალურად დამახასიათებელ ან რამე ცილას, ან ნიშანთვისებას, ან რამე ესეს, ან ფორმას და იმას უმიზნებენ ისეთ ნივთიერებას, რომელიც შეიძლება მთლიანად ორგანიზმისთვისაც მომაკვდინებელი იყოს. ან ვთქვათ, დოზით შეიძლება ისე შეურჩიო, რომ ორგანიზმს დიდად ვერ კლავდეს, მაგრამ ის კონკრეტული რაღაც ბაქტერია მოკლას და ვფიქრობ, მე უცებ მაქედან ეს მომივიდა ყველაზე კარგ შედარებად. ჩვენ დავამარცხოთ და რომ დავამარცხოთ, ამისათვის უნდა ვიპოვოთ მისი სუსტი წერტილები, სად აქვს სუსტი წერტილები, ან სად აქვს ის წერტილები, სადაც ზემოქმედებითაც ჩვენ არ დავაზიანებთ ჩვენს იდენტობას, ესე ვთქვათ, როგორც მაგალითად სიყვარულის და სიკეთის, ხო? ალბათ ეს იქნება ზოგადი სურათი, როგორც მე განმარტავდი, როგორ ვფიქრობ, რომ უნდა ვიმოქმედოთ და ყოველთვის როცა რამე ხერხს ვიგონებ, ან რამე რჩევას ვიძლევი, ან რაღაცა ესე ვთქვათ, თავში იდეა მომდის ხოლმე. ერთადერთი კრიტერიუმი, რაც მაქვს, არის ის, რომ არ დაზიანდეს ადამიანის სიცოცხლე, არ შეიყრეს ჯანმრთელობა შეუქცევადად, ანუ ისეთი ზემოქმედება იყოს, რომელიც მკურნალებადი არის და არ ქმნის რაღაც პერმანენტულ რისკებს და პერმანენტულ დაზიანებას, ანუ უნდა იყოს შექცევადი. ანუ მოდი ესე რომ ვთქვათ, უფრო მარტივი ენით, ნაკაწრს რო არ გავცდეთ ან ჩალურჯებას, ვთქვათ, ამის იქით უკვე ალბათ უკვე ჩვენს გადავალთ რაღაც არა ადამიანურ მოპყრობაში ან ასე შემდეგ. ალბათ ეს იქნება ესე მოკლედ, რაც შეიძლება ეს ავღწერო. რაც შეეხება ხო ამ დაშინების და ზემოქმედების მეთოდებს, ხო, ნუ ეს ჩვენ ვიხილეთ ალბათ ყველანაირი სახეობის და ამან საკმაოდ ისეთი შეფერხებები გამოიწვია ჩვენ რიგებში, ამიტომ გონია რომ კარგად უნდა გავაანალიზოთ სუსტი მხარეები რა აქვს რეჟიმს, რა აქვს სისტემას, იმიტომ რომ ისინიც ადამიანები არიან იქით, მართალია დაცული არიან, ასე ფიზიკურად აქვთ შეიარაღება, აქვთ რაღაც კონკრეტული ცოდნა, ყავთ კონკრეტული მრჩეველები, მაგრამ ჩვენც არ ვართ აქეთ, ესე ვთქვათ, მარტივი ხალხი. და შეიძლება ხშირ შემთხვევაში სასაცილო და ბავშვური მეთოდებიც კი იმდენად ეფექტური აღმოჩნდეს. მაგალითად რაღაცა შეიარაღებულ რა ესე ვთქვათ, აღჭურვილ რაღაც ბატალიონთან ან რაღაც დაჯგუფებასთან, ასე ვთქვათ, რეზისტენტობის გასაწევად, რომ საერთოდ არც კი წარმოედგინოთ. დღეს ხუმრობდით ერთხელ მარტო სახლში რო არის ფილმი ბავშვი რო ჩაი დაახლოებით რაღაც ახლა იქ ცოტა კიდე ბრუტალური მეთოდებიც არის, მაგრამ რაღაც აი ესეთი რაღაცა კრეატიული იდეები შეგვიძლია მოვიფიქროთ და ასე არ გავცდეთ იმ ზღვარს, რასაც ქვია ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა რა. ეს იქნება რაღაც შესავალი, რომელსაც გავაკეთებდი, ცოტა მომეხმარეთ და მე გავაკეთებთ. ხო, მას შემდეგ რაც ლევანი დამიკავშირდა და მითხრა დაახლოებით მონახაზი რა სახის დისკუსია, რა თემაზე უნდა და რა დისკუსია ყოფილიყო, ვიფიქრე რომ ალბათ იმიტომ ეპატიჟება მეთქო, რომ ძალიან ბევრი რამ, რაც შეიძლება არაეთიკურ მეთოდად მიიჩნეოდეს, ანუ მე ვთვლი რომ გაკეთებული მაქვს და მეთქი ახლა უნდა რომ მივიდე და ვილაპარაკო რომ აი ეს რა გავაკეთე. ხო, იმიტომ რომ არის ხოლმე მომენტები, როდესაც და აი რაღაც შესავალს გავაკეთებ და შემდეგ შევეცდები რომ პრაქტიკულად
პრაქტიკული მაგალითებიც მოვიყვანო, რა შემთხვევებში მდგარვართ აქტივისტები ინდივიდუალურად და კოლექტიურად იმის წინაშე, რომ გაგვერჩია რა არის ეთიკური და რა არა ეთიკური, ხო? და ესეც არ არის სწორხაზოვანი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ როგორც ახლა გიორგი აღნიშნა, ან უბრალოდ შედარება, ან იმავე მექანიზმით ჩვენ ვერ დავუპირისპირდებით, სულ რომ ვიყოთ ბოროტები, სულ რომ ავიწყვიტოთ და ამაზე წამსვლელები ვიყოთ და ფაქტია, რომ წინააღმდეგობაში ჩართული ხალხი იმის უმრავლესობაზე არ არის წამსვლელი ზოგადად, რაზე წამსვლელი არის რეჟიმი და რეჟიმის მომხრე ადამიანები, სულ რომ ეს გადაწყვეტილება მივიღოთ და ამის გამკეთებლები ვიყოთ, უბრალოდ ამის რესურსი არ არსებობს, ხო? ანუ ჩვენ არ გვაქვს არც ერთი ძალოვანი უწყება, ჩვენ არ შეგვიძლია რომ ხა გიორგი მიზის გვერდით არ შეგვიძლია რომ ნარკოტიკი ჩაუდოს ვიღაცას და ამით გავასამართლოთ, არ შეგვიძლია რომ სამართლოს მტკიცებულებების გარეშე ადამიანები წლობით თუნდაც რამდენიმე დღით, ხო? ადამიანები გავუშვათ ციხეში. არ გვაქვს ბერკეტი რომ წინა დღეს დაანონსებული რაღაცა ქუჩის გადაკეტვის ღონისძიება გამოვაცხადოთ სისხლის სამართლის დანაშაულად, ხო? გახსოვთ ალბათ. არ გვაქვს რესურსი რომ ადამიანებზე განვახორციელოთ ფინანსური წნეხი ჯარიმებით, ხო? არ გვაქვს რესურსი, რაღაც პროპაგანდისტული მანქანა არ გვაქვს სამთავრობო არხებით, რომელიც ძალიან სტრუქტურიზებული აქვს ყველანაირი ინფრასტრუქტურა და ვერ ვავრცელებთ რაღაცა პროპაგანდას, სულ რომ ეს მოვინდომოთ, რომ ადამიანები მასიურად გამოურეცხოთ ტვინი და ისინი შევიყვანოთ შეცდომაში, ხო? ამიტომ რაც არ უნდა გავაკეთოთ ხოლმე ჩვენ და რა გადაცდომებით, ასე ვთქვათ, არ უნდა გქონდეს ჩვენ ინდივიდუალურ აქტივიზმებში თუ კოლექტიურად, რეჟიმთან ვართ ყოველთვის მართლები. ეს აუცილებლად მინდა რომ ეს შესავალი გავაკეთო. და რაც შეეხება იმ ყოველთვის არის სადღაც პასუხი შუაში რა და ამ შემთხვევაში რა შეგვიძლია რომ გავაკეთო და რა შეგვიძლია გავაკეთოთ. მაგალითად მე მახსოვს დისკუსია, როდესაც იყო ირაკლი რუხაძის შვილის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით. ჩვენ მსმენელს თუ ვინმეს არ ახსოვს, შევახსენებ, ინფორმაცია გავრცელდა, რომელიც არც იყო დამალული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირაკლი რუხაძე, რომელიც არის იმედის მფლობელი და მისი ხელდასმით ხორციელდება საქართველოში ძალიან ძლავრი ჰომოფობიური კამპანია ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ექმნებათ საფრთხე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი შვილი არის ღიად ლესბოსელი ქალი, რომელიც სხვა ქალთან არის ქორწინებაში, მათ ყავთ შვილებიც, ხო? და ის ყველა პროპაგანდა, რომ აი რაღაცა ქორწინება არ შეიძლება ქალი-ქალია, კაცი-კაცია და შვილად აყვანა, ხა ეს ახალი კანონი რაც მიიღეს, იქ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ესეც არის, ხო? რითიც ზიზღით განაწყობენ ადამიანების მიმართ და საფრთხეს უქმნიან მათ ეს პროპაგანდის მანქანები. აი ამ ადამიანის შვილი აღმოჩნდა რომ არის ლესბოსელი ქალი. იყო იქ საუბარი რომ ეთიკური ადამიანის პირად ცხოვრებაზე ინფორმაციის გავრცელება თუ არაეთიკურია და მე ვიყავი ერთ-ერთი ამ შემთხვევაშიც ვინც ეს გავრცელა და ასევე ვიყავი ერთ-ერთი ვინც არ დავასახელებ აქ, მაგრამ გარკვეული პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია მაღალჩინოსნების რომლებიც თავის ოჯახს ასე ვთქვათ, თავის ოჯახზე საუბრობენ და ოჯახურ ღირებულებებზე და ამით ცდილობენ რაღაც ელექტორატის შენარჩუნებას იმათი მხილების მიზნით რაღაც ინფორმაციები მეც გამივრცელებია რა და რა თქმა უნდა ამას სულ ფიქრობ ხოლმე რომ აი ეხა რაღაც ზღვარს ხო არ გადავდივარ ხო თან აიდენტიფიცირებ თავს როგორც უფლებადამცველ ფემინისტ ქალს და ესეც სულ მაგ ხოლმე სადღაც ტვინის ერთ ნაწილში ყოველ ჯერზე როდესაც ან ვილანძღები ან თუნდაც ვიწყევლები ხო იმიტომ რომ ჩვენ მართლა ეს გვაქვს მარტო სიტყვა გვაქვს ხო მეტი არაფერი არ შეგვიძლია და სიტყვაც დასანქცირებულია მონის დასაძახება კონკრეტული ფასი ღირს და შესაძლოა ადმინისტრაციული პატიმრობაც ხო და იმ დასკვნამდე მივედი მე პირადად რომ არ არის ეთიკა ესეთი სწორხაზოვანი რა არის გარკვეული შემთხვევები როდესაც ძალიან არაეთიკური იქნებოდა ადამიანის შვილის რომელიც აბსოლუტურად უდანაშაულოა ყველაფერში პირად ცხოვრებაზე საუბარი მაგრამ არის შემთხვევები როდესაც ამ აქტით პირველ რიგში შენ მიზანი გინდა გამოკვეთე შენი მიზანი არის რომ ადამიანის ასე ვთქვათ არაგულწრფელობას გაუსვა ხაზი რომელიც გატყუებს მასიურად twins ურაცხავს ადამიანებს და ამით სიცოცხლის სულთქმის საფრთხეს ადამიანებისას და მეორე ის რომ ამ ადამიანის პირადი ცხოვრება მიუხედავად იმისა რომ საქართველოს შეიძლება ფართო მასებისთვის ხომისაწვდომი არ იყო დამალული არასდროს ხო ეს ადამიანი ღია ქორწინებაში იყო მაგალითად ხო ამ შემთხვევაში პოზიცია ჩაგეჭები არ ვაზიანებდით მაგ ადამიანს რეალურად აქ ზიანი ადგებოდა პროპაგანდის მანქანის უდანაშაულ ადამიანის პირად ცხოვრებაზე რა თქმა უნდა არ არის ცხოვრება არის ყველას დაფარული ნაწილი გამჟღავნებული
დაწყობილია შვილები ყავს, ანუ ჩვეულებრივად ღიად ცხოვრობს ეს შესაბამისად, მანდ ახლა ეთიკური დილემა მე მგონი ხო შეიძლება ვიღაც ამას გამოწუროს თითიდან, მაგრამ კი ბატონო, მაგრამ იყო ეს დისკუსია სოციალურ ქსელში ყოველ შემთხვევაში შენ არ გიქნებოდა ცოტა მაშინ ამ ყველაფერზე კი ბატონო და ერთ შემთხვევა მაგალითად რამდენიმე დღის წინ რაც მოხდა ხო ძალიან ძიმე დღე იყო 11 უდანაშაულო ადამიანს შეუფარდეს წლობით პატიმრობა ჩვენ ვნახეთ გამწარებული ადამიანები გამწარებული ოჯახის წევრები ციხეში ჩვენც გამწარდით იმიტომ რომ ეს სინდისის პატიმრები უკვე იმას რომ თავი დავანებოთ რომ უბრალოდ უსამართლობის განცდა ძალიან გვაბრაზებს ეს სინდისის პატიმრები უკვე მართლა რაღაც ოჯახის წევრებივით გვიყვარს მათ პატივს ვცემთ და ძალიან ბუნებრივია რომ გაუბრაზდით რბილად რომ თქვათ ამ ყველაფერზე და იმავე დღეს იყო ქართული ოცნების წევრების რაღაც ერთად შეკრება ხო და სოციალურ ქსელში იმ საღამოს ძალიან ეს აქცენტირებულად გამოიკვეთა კრიტიკა ადამიანის მიმართ რომელმაც მიმართა ერთ-ერთ ყველაზე ოდიოზურ ფიგურას ქართული ოცნების რომელიც გამოირჩევა თავისი ამორალურობით ხო რაღაც ფრაზა მის მიმართ ნათქვამი აქ არც ვიცი ეს ინფორმაცია სწორია თუ არა ონკოპაციენტია როგორც ვიცი ეს ადამიანი და ხო აი ამ შემთხვევაში კი ზოგადად მოსაწონია ეს ფაქტი რომ ადამიანის ონკოლოგიურ დაავადებას იყენებ რაღაც ანუ ზოგადად ობიექტურად რა თქმა უნდა არ არის ხო მაგრამ კონტექსტის გარეშე არც ეთიკა არ არსებობს და არაფერი არ არსებობს ხო იქ იყო კონტექსტი როდესაც გადამწარებული ადამიანები აქტივისტები ვიყავით ჩვენ ძალაუფლების ვერტიკალზე ვართ ანუ ახლოსაც ვერ მივხვდებით რომ რაოდენობრივად მეტნი ვართ ახლოსაც ვერ მოვდივართ თან ძალაუფლების აი ამ ღერძზე რეჟიმთან და მათ მხარდამჭერებთანაც კი რეჟიმის მხარდამჭერებს შეუძლიათ რომ ადამიანი ცემონ გადაუღონ ვიდეო გაავრცელონ სოციალურ ქსელში სრული იმუნიტეტის განცდით რომ მათ ამის შემდეგ არაფერი დაემუქრებათ ჩვენ ამას მიმსგავსებული არაფერი არ შეგვიძლია ხო მე ჩვენ ისიც არ შეგვიძლია სამართლებრივი რეაგირების შიშის გარეშე რომ ადამიანს უბრალოდ მონავეძახოთ ქუჩაში და ეს გავაზიაროთ სოციალურ ქსელში იმიტომ რომ ესეც იწვევს შემდეგ დაჯარიმებას ხო აი ასეთ უთანასწორობაში გადასახედია ნამდვილად რა არის ეთიკური და რა არის არაეთიკური ხო მაგ შემთხვევაში ბოდი შეიძლება პატარა ჩართვას გავაკეთებ ბექაუდიშარი არის ხო მაგ შემთხვევაში ალბათ ანასხლეტი ეფექტი უფრო როგორ გითხრა დასაფიქრებელი იყო სხვა ონკოლოგიურ პაციენტებზე ვიდრე თვითონ ბეკას ანუ არის თუ არა კიდე ანუ იყო რაღაც ვერსიები ისეთი იყო რომ ანუ არ არის არანაირი ონკოლოგიური პაციენტი რაღაც ოპერაცია გაიგეთა უბრალოდ ასეთ ფორმაში მოვიდა ხო ამიტომ არ ვიცი ზუსტად და მეორე ის არის რომ უბრალოდ შეიძლება სხვა ადამიანებს რომლებიც ისედაც თავისთვის არიან სახლში საერთოდ არ ჩანან და არსად არ არიან მათთვის როგორც ვთქვათ რაღაცა დაავადებასთან მებრძოლი ადამიანებისთვის რაღაც ეს თქო ცოტა უხეშად გამოხატული სურვილები საიქიოს მიმართულებით არც ისე კარგი მოსასმენი იყოს და ხო რაღაცა ის იყოს რომ თავის თავზე გადაავრცელოს და მან მგონია რომ ანასხლეტი ეფექტი სხვა ადამიანებზე უფრო დასაფიქრებელი და მოსაფრთხილებელი იქნებოდა ამ შემთხვევაში ვიდრე ოდიშარია და ერთს უბრალოდ ჩავამატებდი გამოჩა რომ თქვი არის კიდე რაღაც მომენტები როდესაც უბრალოდ აი მაგათ აუცილებელი მოგერიების შემთხვევაშიც ცივილიზებულ საზოგადოებებში არსებობს რაღაც პროპორციული ძალის ფაქტორი როდესაც შენ უბრალოდ შენ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება იქ უკვე ეთიკაზე ლაპარაკი ზედმეტია პირველ რიგში თავს იცავ და შენ სიცოცხლეს ინარჩუნებ და იქით უკვე რა მოხდება ხო მე ასე საკუთარ სიცოცხლე გადასარჩენი როცა გაქვს იქ ახლა ვეღარ მოზომავ რა და როგორ ხდება ხო რა თქვა აღარ ვიცი სიმართლე გითხრათ ხო ერთ-ერთი ჩემი გამოსვლა იყო საზმაუს კიბეზე, როდესაც 20-იანი წლების 30-იანი წლების გადაფასება ხდებოდა ამ გასული საუკუნის და ამ რეპრესიების ამბავი და ზუსტად აი მაშინ რაღაცა ისეთი ძალიან დაძაბული პერიოდი იყო და კიბეზე დავდექი და არ ვიცი ეს სპონტანურად წამომივიდა ესეთი აზრი რომ იმისთვის რომ ალბათ გაიაზრო რა გელოდება წინ ალბათ შენც უნდა გახდე ეს ვერაგი მანქანა და გააღვიძო ბოროტი შენში რომელიც ალბათ არის რა დამალული, ალბათ ყველა ადამიანში არის როგორც ესე თანაბრად გადანაწილებული, უბრალოდ მე აკეთებ არჩევანს რა, ანუ რომ მხარეს იხრები, ასე მიდიხარ თუ ისე მიდიხარ და სწორედ რაც უფრო სიღრმეებში ჩადიხარ და მე უფრო ზოგადად აფასებ სურათს, რაც გინდა რა წარმოადგენდე თავად და რა საზოგადოებაში გინდა რომ იცხოვრო, შესაბამისად აკეთებ არჩევანს ცხოვრებისეულს რა და ნუ აი ამ დილემებში იბრძვი. შეიძლება ითქვას ყოველდღიურად. მე რომ დავფიქრდი, რომ რამდენად იბრძვი მე რომ აი ეს ბოროტება რა დაივიწყო
გადადო საერთოდ ძალიან შორს და ის გმირები, რომელიც თქვა ან კითხულობ ან უყურებ, ან შენთვის მიუღებელი ხდებიან, ან აბსოლუტურად უცხოვდებიან, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ გადიხარ აი ამ სივრციდან და მე აი ამ სივრცესთან კიდე ესე კანით შეხება უკვე ძალიან ცუდ შეგრძნებებს იწვევს. მით უმეტეს ხო, როდესაც შენ არავით არის ძალები ინდივიდს როგორც ასეც არ გაგაჩნია, არავით არის ბერკეტები და ინსტრუმენტები, რომ აი ამას ესე ღიად დაუპირისპირდე. და მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ინსტრუმენტი არის მაინც საზოგადოებრივი გაერთიანება, რომელიც ამის ეშინია ყველაზე მეტად. ასია თუ ისია, დღეს ყველაზე მთავარი ფაქტორი გვაქვს, რომ ჩვენ ვართ ჯერ კიდევ დაბნეულები, იმიტომ რომ აი ეს თანამშრომლური არავითარი წინა პირობა და არავითარი გამოცდილება არ გავგვაჩნია, იმიტომ რომ არც ერთ სისტემაში, არც ერთ პოლიტიკური ძალები, რომელიც აქამდე გამოცვალეთ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, ჯერ არ გქონია ასეთი ფენომენი, აი ესეთი პრეცედენტი, როგორც ეხა რუსთაველზე ხდება. მე ყოველ შემთხვევაში არ მახსენდება. ანუ ბევრ პროცესში ვიყავი 2003 წლიდან აქტიურად აი ესე ვთქვათ, რომ დამკვირვებელი მონაწილე არჩევნებში არასოდეს ესე დაუფიქრებლად არავინ არ შემომიხაზია და ანუ ყოველთვის ვეძებდი რაღაც არჩევნებს და გამოსავალს, მაგრამ ეხლა მე მგონია რომ საერთოდ სხვა პროცესი მიდის და ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანი არის იმ ადამიანებს, რომლებიც სახში არიან და ამას პროცესს გვერდიდან აკვირდებიან, უბრალოდ აი ესე გარემოში გასulis ეშინიათ რა, იმიტომ რომ იქ რაღაცა ხოჭოებია, რომელსაც ფობიები აქვს, ისა აქ, ესა აქ, ანუ ვაჩვენოთ რა მნიშვნელობა აქვს ამას რა, ანუ გარემოს ამ მათი ცხოვრებისთვის და ეს არ არის მარტო ის, რომ სუფთა ჰაერია ეკოლოგიას როგორც აღიქვამენ რა ადამიანები რა, რომ ეს არის მაგალითად ხო რაღაცა და პოლიეთილენთან ბრძოლა მარტო და ვთქვათ სუფთა გამონაბოლქვისგან გათავისუფლება და ნუ რაღაცა ემისიები და ასე შემდეგ. ეს არ არის პრობლემა. პრობლემა არის შენში რა, რომ ეს არის სამყარო, რომელშიც შენ შეგიძლია არსებობა. სხვანაირად უბრალოდ არსებობის კარგი ჰარმონიული ურთიერთობის შესაძლებლობები არ გაგაჩნია. ამიტომ ხო, თუ გვინდა, უნდა ვისწავლოთ თანამშრომლობა და ეს არის მე მგონი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ ადამიანებს უნდა ვაჩვენოთ. ამიტომ ჩემთვის ამათთან შებრძოლების მთავარი წინაპირობა არის გაერთიანება. გაერთიანება როგორც შეგვიძლია, არ არის აუცილებელი, რომ ერთი და იგივე წერტილზე შევთანხმდეთ და ერთი და იგივე მთავარი, ანუ ერთი და იგივე წერტილზე უფრო სწორედ აი ეს მთავარია, რომ მთავარ ძირითად ღერძზე შევთანხმდეთ და არ არის აუცილებელი, რომ აი ფორმები, ფერები რაღაცა, კონტექსტი ისა და ესა და ეს დიზაინი არ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი და აი გემოვნებითი ნაწილი არ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. ჩვენთვის მთავარი არის მთავარი ფორმულა, რომელზეც უნდა გადავიდეთ, რომ თუ გინდა დემოკრატიული თანაცხოვრება, მაშინ ერთმანეთის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია ეს, ანუ ერთპიროვნული ეს ვერანაირად ვერ იქნება. და ამიტომ აი ეს ხო ძალიან გვიჭირს აი თუნდაც რაღაცა ჯგუფებშიც როცა ვიწყებთ აი რაღაცაზე საუბარს, მე ხო მე გადადის ხოლმე ეს თემები და აი თავი ფოკუსი დავიჭიროთ რა და აი როგორ მოხდება, ცოტაც დაგვრჩა რა. მე ესეთი წინადგრძნობა მაქვს, რომ ძალიან ცოტა დარჩა, იმიტომ რომ ყველა ჯგუფმა მოითელა ესეც ვერ დაიჭირეს რა, იმიტომ რომ ბევრნი ვართ, სხვადასხვანი ვართ, მრავალფეროვნები ვართ და აი ვერაფრით ვერ იპოვეს თავი, იმიტომ თავი არ არსებობს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და თავი არ უნდა გამოჩნდეს, მე რომ მკითხო. იმიტომ რომ თუ გვინდა რომ მართლა პროცესი დასრულდეს ისე როგორც ჩვენ გვინდა, აქ ყველას ინდივიდუალურად თავია. და ამ შემთხვევაში ეს მინდა რომ ყველამ ძალიან კარგად გაიაზროს და მთავარია ვისწავლოთ ერთმანეთთან შეხება, შეთანხმება, დიალოგი, მოსმენა და საღიაზრის გამოტანა, ანუ ყოველ შემთხვევაში აი ამ დიალოგიდან ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელსაც მათ ეშინიათ, იმიტომ რომ იქ ერთპიროვნული ვერტიკალი არის, რომელსაც ერთი მესიჯია, რომელსაც იმეორებს მე დანარჩენი, ანუ არ აქვს თავისი, არ აქვს აი ვერ შედგნენ. აი ეს ღირებულებითი ნაწილი გვაქვს ძალიან განსხვავებული. რუსთაველზე დგას შემდგარი საზოგადოება. ღირებულებითი ნაწილი მათ საერთოდ არ აქვს. ეს არ არის ღირებულებების ირგვლივ გაერთიანებული ერთობა თუ რაც ხო, ეს არ არის ღირებულებები, ეს არის ხო, ეს არის ფული და რაღაცა ესეთი მიზნები. კი ბატონო. ხო და ის რაც ახლა ნერვების გამო რაღაცა გამოსული რაღაცა შეცდომები დავარქვათ ამას და ამის აღიარებაც შეგვიძლია ჩვენ ჩვეულებრივ ადამიანებს, რომელსაც ანუ ხო, მე შეიძლება რაღაცნაირად უხეშად გამომივიდა და
ამისთვის ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი, მაგრამ გაითვალისწინე რა მდგომარეობაში მამყოფებ მე. და აი ამაზე უნდა იყოს გავდივართ ამას, ხო? ანუ არასდროს არც ერთი რეჟიმის წინააღმდეგ წინა ხელისუფლების დროს მე საკმაოდ პატარა ვიყავი და მაშინ არც ვცხოვრობდი საქართველოში, ანუ არ გვაქვს ეს გამოცდილება, რომ პირველად გავდივართ ამას ყველა, ამდენხნიანი წნეხი არის პირველი და ხო, სწავლობთ ნელ-ნელა. კი, ვიღაცა და სტრესის მართვა ყოველას თანაბრად არ შეუძლია, ხო? ანუ ემოციური ფონი სხვადასხვანაირია და შესაბამისად. თვალსაზრისით ახლა ამაზე ძიმე სიტუაციები ყოფილა საქართველოში, უბრალოდ იქ ორივე მხარეს ჰქონდა იმის საშუალება, რომ სიტყვაზე ვიძახი ერთ თუ დარბოდა ავტომატით, მეორესაც შეეძლო სირბილი და ახლა რაღაცა უფრო კარგ ფორმაში მოვედით ეს სახელმწიფო რაღაცა სხვა გზით მივდიოდით და არა იმითი როგორც ხო 90-იანების დასაწყისში და ამ შემთხვევაში გამოვიდა რომ მოქალაქეები დაურჩით დაუცველები და რეჟიმი არის კონსოლიდირებული და ნუ აქ ამ შემთხვევაში ცოტა უფრო კრეატიულად უნდა მივუდგეთ და ეს ამაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რასაც ნიოიძახის დიდი რაოდენობის ძალების ერთ კონკრეტული მიზნისთვის მობილიზაციას და კონსოლიდირებას. ეგ ორი ბრძოლის ორი სხვადასხვა ის არის, ხო, მეთოდი არის და მაგით არის საინტერესო. პირველ რიგში ზოგადად ამ დაქსაქსულობას მეც პრობლემად არ აღვიქვა და საინტერესოა რომ ჩვენ რა ენად შევქმნით, აი როგორც აღწერთ პროცესებს, ან თქვათ რა მითოლოგიურ ენასაც ვიყენებთ იმისთვის, რომ თქვათ სინდის პატიმრები თუ სხვა აქტორები აღწეროთ, ისინი ცდილობენ ხოლმე შემოტიარებას, ანუ მათ ენაც არ გააჩნიათ, რომელთაც პროცესებს აღწერენ, ანუ სამართლიანობაზე ისინი ვერ საუბრობენ კანონის უზენაესობა, ანუ წესით ხო ისინი რაღაც წესრიგს იცავენ, წესით ხო კანონის უზენაესობას აღასრულებენ, მაგრამ თვითონაც იციან, რომ უბრალოდ აზრს მოკლებულია ეს სიტყვები, ხო? იმიტომ რომ ერთი ხელით შენ ადამიანები ციხეში ჩასვა და ახლა ერთ გუშინაც ვიღაცამ იარაღი დარბოდა საკუთარ რესტორანში და დიდი ალბათობით გამოუშვებენ, ანუ უკვე გამოუშვეს გაკეთდა. დღეს ცოტა ხნის წინ გავიგე აქ რომ მოვდიოდი, გუშინ დაადო იარაღი ადამიანს თუ არ ვწდები გაისროლა კიდევაც არ ვიცი ზუსტად და დღეს ფეხბურთია დღეს და VIP ლოჟაში ზის სამთავრობის წარმომადგენლები, ეგრეთ წოდებული მთავრობის წარმომადგენლები. ხო, მაკედან რო გესმის მე კანონის უზენაესობას სასაცილოდ და უკან გვიტრიალებენ ხოლმე, მაგალითად ორკებს, ეხლა დაიწყეს ორკების გამოყენება, კაკაცუკებს იძახიან. ხა ორკებს და ორკის არსი, თქვათ, ბეჭდების ძანებელში არის, რომ ის არის უსახო არსება, რომელიც არის არაფრით გამორჩეული სხვისგან და ის ორკები ზუსტად უპირისპირდებიან ინდივიდების გმირების არმიას, ხო? იქნება ეს თქვათ რაღაცა 10 კაცი თუ 20 კაცი, ამიტომ ამიტომ ეგ ველი ზოგადად რა, აღწერის თვალსაზრისით რა ენაც დამკვიდრდა უკვე ცალსახად საჩვენო არის, ასე ვთქვათ და მათ ის არ გააჩნიათ. მაგრამ აი ამ მრავალფეროვნებაში მე მაგალითად ჩემთვის როცა ვთქვათ ამ ხარდაჭერებთან მაქვს ხოლმე საუბარი და გეუბნებიან რომ აი ნახე რაქნა ერთ-ერთმა ვინც რუსთაველზე დგას. მე პასუხისმგებლობას არ ვიღებ ყველაზე ვინც რუსთაველზე დგას. მაგრამ იმიტომ რომ ამ ხალხს არ ვიცნობ, მე ყველას არ ვიცნობ და არც მეთოდებში არ ვარ შეთანხმებული, ჩვენ არ ვართ პარტია, ჩვენ არ ვართ არ დავპირები ვარ არც მე რომ მე ამას ვიზამ და ეხლა შემომიერთდით, ან მეც არავის არ შევერთები. სამაგიეროდ ამომრჩეველი პასუხისმგებლობას იღებს ყველაფერზე, რასაც პარტია აკეთებს. ანუ მაგას რო გვიტრიალებენ, რომ კიდე ჩვენ რაღაცა ცუდ საქციელებზე ვიღებთ თუ უნდა გავიზიაროთ წესი და რიგით, ამას აკეთებს პროპაგანდისტი მაგალითად, რომელიც რა ვიცი, აპრავებს, უკვე ეს დამკვიდრებული სიტყვა არის, რა ვიცი, მკვლელობის, მცდელობას, წამებას ადამიანებს და ასე შემდეგ. ამიტომ მაგას ესე ვანეიტრალებ ჩემთვის ძალიან მარტივად, რომ მე რატო იმას მიშვები პასუხისმგებლობას, რატომ აღებინებ ადამიანის ქცევაზე, რომელიც ჩემთან ერთად ეხლა სადღაც დგას, მაგრამ ჩვენ არ ვართ არანაირი გაერთიანება, ფორმალური გაერთიანება. პასუხისმგებლობას აღება ნებაყოფლობითია შენ ან თქვა რაღაც გაიზიარებ იმის პასუხისმგებლობას, ანუ ხო არის. ხო და ცოტა რაღაცნაირად უყურებ რა გამოცდილება ახსენა ნინომ და ეს ის არის, ხო, რომ თქვა შავკანიანების ბრძოლა ამერიკის შეცვლაზე უფლებებისთვის, ხო? არის განდი, აი იყო და მარტინ ლუთერ კინგი ერთ სპექტრში ბოლოს და არის მალკომ იქსი მაგალითად, ხო? ან შავი პანტერები მაგალითად, რომლებიც რაღაც უფრო რადიკალურ ფორმებს მიმართავდნენ, ხო, დადიოდნენ, შეიარაღებულები იყვნენ, ტერორისტებიც კი. და აქეთ მარტინ ლუთერ კინგი, რომელიც არაძალადობრივი პროტესტი და ასე შემდეგ. საკითხი აქ ეს დგას, ჩვენ რომელს ვირჩევთ უფრო ზოგადად, ანუ ჩვენ უფრო რა გგონია, არაძალადობრივით შევძლებთ თუ არა და როგორ ვაფასებთ მაგალითად თუნდაც იმ უფლებებისთვის ბრძოლას შავკანიანების, ანუ უფრო რომელმა გაიმარჯვა განდი, მარტინ ლუთერ კინგმა თუ
მალკოლმ იქსმა, ანუ ძალადობამ ააღებინა თეთრკანიანებს ხელი ძალადობაზე თუ უბრალოდ მარტინ ლუთერ კინგის ფილოსოფია არაძალადობის შესახებ და აი ამ სიმრავლე ადამიანების რაც არის ჩვენი ამოცანა რომლმა გააგება. დიდი წონა აქვს ალბათ უფრო მეტი რა. ხო და მას ჩვენ შემთხვევაში რა უნდა იყოს ჩვენი ფოკუსი რა, ეგ არის საკითხი. იზულება მაინც რაღაც მომენტში დაჭიმული ზამბარასავით არის და რაღაც მომენტში ისევ თავისი ისაკ ესე ვთქვათ ელასტიურობა უკან ბრუნდება და როდესაც ჩვენ რაღაც ცნობიერებას ცვლი ხო პირველ შემთხვევაში როდესაც მშვიდობიანი მეთოდებით ესე ვთქვათ დარწმუნებით და ონესტ ამას უნდა ქონდეს მასშტაბური ხასიათი რომ ძალიან ბევრი თანამოაზრე გაიჩინო რომ რაღაც კონკრეტულ რაღაც შევთანხმდეთ რომ აი მაგალითად რაღაც ნარინჯისფერი ბლოკნოტები არ გვინდა იმიტომ რომ ეს რაღაცა ავსულებს იზიდავს და რომ შევთანხმდებით ყველა გავაკროთ მაგრამ ამას თუ აგვიკრძალავენ და მე თუ მომწონს ნარინჯისფერი ბლოკნოტი ხო რაღაც მომენტში როგორც კი ჩაეს მეთვალყურეობა ან ზემოქმედება ჩემზე მოიხსნება მე ისევ ამას დავდებ რა თუ მაგალითად აი ძალიან საინტერესო პატარ-პატარა ამონარიდები ხე არქივები ეგ ძალიან არ მინახავს მაგრამ ეს სოლობის ერთ-ერთ წიგნში იყო ნოე ჟორდანიასის ჩამჩა ძალიან რომ ანუ იმ ეპოქაში როდესაც არ იყო კომუნიკაციის საშუალებები როგორ ახერხებდა ეს ადამიანი საქართველოში აი უბრალო ადამიანები რომელიც დგებოდა სამუშაოდ მიდიოდა მოდიოდა ოჯახს არჩენდა მიეტანა ის იდეები რომელსაც თვითონ იბრძოდა და საერთოდ ჯამში მე იმ სამყაროში ანუ არც ისე მარტივი ის იყო რა ქვია სიტუაცია მაშინ მოახერხა ისაც მოახერხა რაც ვიცით ხო და რაღაც მომენტებში წერდა რომ აი მაგათ გურიაში ჩავედიოდა იქ ხალხს ვესაუბრებოდა ჯერ კიდევ იქ არიან რაღაცა ჭინკების და ავისულების რაღაცების ჯერათო და როგორ ველაპარაკო მე მათ რაღაცა იმაზე რა ანუ რაღაც მარქსის იდეებზე თანასწორობას და სხვა რაღაცებს შესაბამისად რო ატყობ რომ უკვე შენ სირგვლივ რაღაცა 30-40 კაცს ელაპარაკე და მეტნაკლებად გააგებინე ის თქმა გინდოდა ხო მე უკვე უნდა ეძება 45-50 მე-60 და ეს უფრო აი ინიციატივების პრობლემა არის არ ყავს ინიციატორები ბევრი ინიციატორი გვჭირდება რომელიც გარდა იმისა რომ სურვილი ექნება და ინიციატივის და მოქმედების სურვილი ექნება ამას თან ჭირდება გარკვეული უნარჩვევები რომელიც დასწავლადია ეგეთი ადამიანები რო ყავდეს რა ვიცი 100 ცალი ხო ამიტომ მგონია რომ ეგეც არის ერთ-ერთი ის მეთოდი წეგანაზე ვსაუბრობდი რომ მაგალითად თუ ჩვენ ვიპოვით მათ წერტილს ხო ისინი როცა საუბრობენ ტყუილს პროპაგანდით აუცილებლად ტყუილს პროპაგანდით ცდილობენ და ხერხებენ ადამიანებით манипуляციას, მათი ქცევის манипуляციას ჩვენ თუ გვეყოლება ბევრი ადამიანი, რომელიც ილაპარაკებს სიმართლეზე და ადამიანებს უბიძგებს, წააქეზებს, კარგი და სწორი საქმის კეთებაზე, სწორი სიტყვების ლაპარაკზე, მათ მიაწვდის სწორ არგუმენტებს, სწორ აზრებს, რომელთაც ისინი კიდე სხვას დაუკავშირდნენ, მეგობრებს და კიდე იმის მეგობრებს რო გადავწყვეტ, რა ეს ქსელის ეფექტი რო გავაკეთოთ, გავარღვიოთ ის პროცესი ჩვენი რაღაცა მოჯადოებული წრე და რაღაც ბუშტი რომელშიც ვცხოვრობთ და გამივიწვდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც არ არის აუცილებელი კოდსი იყოს, რა ძალიან ბევრი ადამიანი შეგვიძლია დღეს ვიპოვოთ საქართველოში, თბილისში, რომელიც რო დავაყენოთ რაღაც 10 კითხვა რო დავუსვათ სტანდარტული ხა იმ საკითხებზე რაც ჩვენთვის ძალიან მტკივნეული და მნიშვნელოვანი იქნება შეიძლება ერთი 8-ზე პასუხი საერთოდ ვერ გვაქცეს და 2-ზე გითხრას რომ აი რაღაცა მსმენია, არც კი იცის. ამიტომ აი მის აი თითო კორპუსში კი აი თითო ეზოში ერთი მაინც რო ყავდეს ესეთი ადამიანის თავის მეზობელს ერთს და ელაპარაკება მეორეს, მესამეს, მეოთხეს. ანუ რაღაცა ეს მასშტაბი უნდა მივიცეთ ქსელი და ორგანიზებულობა და ამას პლუს ადამიანებს რომელსაც ამის სურვილი აქვს რომ იმოქმედონ უნდა დავაჭეროთ ხელში ინსტრუმენტები, ანუ დავაჭეროთ ხელში ინსტრუმენტები იმ ხრივ, რომ იცოდეს მან თუნდაც საბაზისო დონეზე როგორ ყალიბდება, როგორ უნდა ჩამოაყალიბოს თავის სათქმელი ისე, რომ მოსმენადი გახდეს და დააინტერესოს სხვა ადამიანი. ხო, ერთ ჩავამატებ ახლა გიორგის ლაპარაკებში, რომ ეს არ არის მარკეტინგული, ასე ვთქვათ, ნაწილი რა. ეს არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც რეჟიმმა დაგვიტოვა, ეს არის სიტყვა. ანუ ლაპარაკი. მეტი სხვა ინსტრუმენტი და შესაძლებლობები ჩვენ უბრალოდ არ გაგვაჩნია. ანუ რა უნდა გავაკეთოთ რა. ამიტომ ერთადერთი ხო. სიტყვასთან თავის თავად ეხლა მიფრთხილად, მაგრამ გააჩნია კიდე გარეთ რა ხდება, ხო, იმის და მიხედვით, მაგრამ მარტო ანუ ადამიანმა რო არ იფიქროს, რომ ეს რაღაცა იმიტომ ველაპარაკებით, რომ უბრალოდ თავისი აზრი მინდა რომ მომახვიოს, ესე არ არის რა. იმიტომ ჩვენს წინააღმდეგ იმხელა პროპაგანდისტული მანქანა იბრძვის იმდენი არხი და იმდენი შესაძლებლობებით, რომ ჩვენ მარტო პირადად ურთიერთობებით შეგვიძლია რაღაცეები შევცვალოთ რა, იმიტომ რომ ვართ ადამიანები და ყველამ ძალიან კარგად ვიცით ერთმანეთის პრობლემები. აქ არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე კარგია ვიპოვოთ ის ადამიანები, რომელსაც ჩვენთან ერთად ცხოვრების ამბავი ქონიათ რა. ვინც ძალიან კარგად გვიცნობს პიროვნულად, ვინც გვენდობა ძალიან კარგად და მე ამ ადამიანებმა იპოვონ თავიანთი სანდო ადამიანები და აი ესე გული ასე ვთქვათ ხო გაუღონ
სიტყვიერად რაც შეიძლება რომ კარგად გავაგებინოთ რაზე არის საუბარი, ანუ რისთვის ვიბრძვით ჩვენ. მე მგონია რომ ადამიანებს უდიდეს ნაწილს ჯერ კიდე ჩამოყალიბებული არა აქვს აზრი რისთვის აკეთებს ამ ყველაფერს. აი ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი დილემა რა, რომ არა მარტო რუსთაველის მიღმას ტრანსპორტში, იმიტომ რომ ძალიან ხშირად დავდივარ ფეხით, ტრანსპორტით სარგებლობ, იმიტომ რომ მანქანამ გამიმწარა სული და ამაზე კალაძის კიდე ცალკე თემა არის. საუბარი და ნუ არც ისე ცუდი არ არის, როდესაც შედიხარ ტრანსპორტში და ხედავ ზუსტად ადამიანების თვალებში რა ხდება და როგორ ცხოვრობენ და რანაირად ცხოვრობენ. და აი ეს ადამიანების თვალები გვაქვს გასაცოცხლებელი რა, იმიტომ რომ მკვდარია ქართული საზოგადოების თვალი, ამ ჩამქრალია მთლიანად ნაპერწკალია, ეს არა იმიტომ რომ უბრალოდ გამოსავალს ვერ პოულობს, მთლიანად თავის პრობლემებში არის ჩაფლული და იმ პრობლემის იქით აი მასლოუს პირამიდის ძირში რა, ეს ყველაზე ცუდი არის, რომელ თვით რეალიზაციაზე და თვით გამოხატვაზე არის საუბარი, ადამიანები იბრძვიან იმისთვის, რომ ყოველდილით იღვიძებენ იმ მთავარი პრობლემით რა ჭამონ, როგორ გადარჩნენ და როგორ იარსებონ, როგორ დაფარონ თავიანთი ვალები და ნუ რა ვიცი კიდე რა აქვს გასაყიდი, კიდე თუ რამე შემორჩენია და თუ სადმე სად შეიძლება რომ გადასახლდეს იმისთვის, რომ რამენაირად თავი გადაირჩინოს არა მარტო თვითონ ამ მთელი ოჯახებით და ამიტომ ხო ამ ადამიანებს ყველაზე მნიშვნელოვანი არის კარგად გავაგებინოთ რისთვის ვიბრძვით. ეს არ არის ფუჭი სიტყვები, რომ ეს არ არის რაღაცა უბრალოდ დაპირებები, რაღაცა წინაშე არჩევნო იქნება თუ რაღაცა, ეს არ არის რაღაცა პატარა პრობლემა, იმიტომ რომ ქვეყანა როგორც ვუყურებ ახლა არის, აი ხო ძალიან ბევრი შავი ხვრელები იყო ყველა სისტემაში, სადაც არ უნდა გამეხედა იქაც, ანუ გინა მედიცინაში, გინა თავდაცვაში, გინა აი ყველაფერი აბსოლუტურად რაღაცა. რა ეხა მივხვდი, რომ საერთოდ ძალიან ცუდად ქონია საქმე რა, გვინდა ევროკავშირის წევრობა, წევრი ქვეყანა გავხდეთ, ვიზიარებთ მათღირებულებას და ფასეულობებს და ბრახ და აღმოჩნდით ისეთ ორმოში, რომ თურმე ადამიანების დიდ ნაწილს არც ესმის საერთოდ, რას ნიშნავს ევროპა, ევრო ინტეგრაცია და ღირებულებები ის, რომელსაც ის იზიარებს, იმიტომ რომ პროპაგანდა, რომელიც ეხა ურტყავს მთავარი ორი მესიჯით ეს არის ხო, კაცი ახალი-ხალია და მშვიდობა ზუსტად რომ იმის აპირისპიროა, ანუ ევროკავშირი შეიქმნა მაგისთვის, რომ ხანგრძლივი მშვიდობის და ამოსუნთქვის შესაძლებლობა ყოფილიყო ამის და ნატოს გაერთიანებაც ეგ არის ზუსტად, ანუ გარანტია იმის, რომ ქვეყნების თავი შეიარაღებული ძალების გაერთიანებით გარანტიას აძლევენ ერთმანეთს, რომ მათ თავს არ დაესხმებიან და ვიღაცეები, ვისაც ბევრი ამბიციები აქვს, მათ ბოლოს არ მოუღებენ და ეკონომიკური წინსვლა, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და რაც ვთქვი, ადამიანის გათავისუფლება ყოველდღიური რუტინისაგან, ისე რომ მან შემოქმედებითი ნაწილი ან თვითრეალიზაცია შეძლოს. ბედნიერება ეგ არის რა, ანუ რისთვის ხარ მოსული აქ, რომ შენ თავი იპოვა ამ ცხოვრებაში. მეტის მე სხვა ბედნიერება, რაც არ უნდა ბევრი ფული გქონდეს, მოიხვეჭო ქონება. თუ შენ არის რეალისტი, როგორც პიროვნება, ხო? ეს ფული არ გაკმაყოფილებს და ძალიან კარგად ხედავთ მდიდარ ადამიანებშიც, რომელშიც თვალები არის ჩამქრალი, რომელიც ამ ბედნიერებას ვერ პოულობენ. და სწორედ, რა ვიცი, მე მგონია, რომ მე იდეურად ასე წარმომიდგენია. ანუ ევროპის ნაწილი რატომ მინდა გავხდე? იმიტომ მინდა რომ გავხდე, რომ ჩემს მეზობელს, ახლობელს, ყველა ჩამომსვლელს თუ აქედან წასვლელს კონდეს ძალიან კარგი განწყობა. ანუ იყოს ადამიანი, რომელიც კეთილგანწყობილია შენს მიმართ, არ გიშოვებს არაფერს. და რა ვიცი, ამომავალი წერტილი უნდა იყოს ადამიანი და არა რაღაცა ნივთები, რომელთაც ჩვენ ვივსებთ რაღაცა, ვიკმაყოფილებთ დროებით რაღაცა მოთხოვნილებებს. დღეს ერთი კარგი გოგოსის იყო ვიდეო, ჩანაწერი საფრანგეთთან დაკავშირებით, კიდევაც გავაზიარე. არა ჩვეულებრივად, ანუ აი ძალიან მარტივად, სულ 10 წინადადებაში გადასარევად ხსნის, რას ნიშნავს, რომ შენ ადამიანი არის აქ უპირველეს ყოვლის და აი ყველას სოფელშიც რეგიონებში აბსოლუტურად დაბებში ქალაქებში ყველას უნდა გავაგებინოთ რომ ჯერ ჩვენც არ ვიცით ზუსტი ფორმულა მოდი ასე ვთქვათ რა ანუ რაღაცეები ვცადეთ რაღაცეები ვაშენეთ ინსტიტუციურ დონეზე მაგრამ აი მოხდა ისე რომ ამანაც არ გაამართლა ხო და არა უშავს ვაღიაროთ შეცდომები მე რა არ ქვეყნები შენდება ასწავლობით ეს არ არის მე რა მოხდა რა არა უშავს დავაშენოთ გავაანალიზოთ ის რა შეცდომებით დავუშვით და აი ამაზე უფრო და უფრო დავაშენოთ და მივიდეთ იმ შედეგამდე რა შედეგაც გვინდა რომ მივიღოთ. თავარი არის ვიცოდეთ რა შედეგი გვინდა. ხო, ანუ მე მჭირდება დეოკუპაცია პირველ რიგში. დეოკუპაცია პირველ რიგში პატიმრების.
მე ამას ვიტყოდი რა, იმიტომ რომ ადამიანებს ხო, ანუ აი ადამიანები, რომლებიც ახლა უდანაშაულო ადამიანები ყავს გამომწყდეული სისტემას, ეს მინდა რომ პირველ რიგში გაითავისოს ყველა ადამიანმა, იმიტომ რომ ამ უდანაშაულობის დამწყდება გისოსებს მიღმა ნიშნავს იმას, რომ შენს დამწყდეული ხარ დღეს, ამ წამს. იმიტომ რომ სამართალი შენთან არ არსებობს. აი ეს მინდა რომ კარგად გაიაზრონ ადამიანმა. იქიდან კი არ შეხედონ რომ აი ის არის დაპატიმრებული და მე არ მეხება. არა. უკვე ვიღაცა, ვინც უსამართლოდ ზის გისოსებს მიღმა, ნიშნავს რომ შენ ჩაქსვეს. შენც იქ ხარ. მე რა რომ გარეთ დადიხარ. მე რა, ანუ არაფერი სამართალი დაგიგარგეს. და თუ რახან ვართ საზოგადოება და ესე გადავწყვიტოთ რომ სახელმწიფოდ შევდგეთ შესაბამისად პირველი ინსტრუმენტი რაც მოსაწესრიგებელი გვაქვს სასამართლო სამართალი და ამ უსამართლო სისტემაში რაცაც ეხლა ეს გვიკეთებს მე ვერანაირ სხვა ინსტრუმენტს ვერ ვხედავ გარდა აი ამ გაერთიანებისა და ერთ დავამატებ კიდე ანუ ამათი მთავარი იარაღი არის დაგსაქსვა ანუ მე და ელენე უნდა წაგვაჩხუბონ მე და გიორგი აუცილებლად რაღაცა უნდა ჩააგდონ შარი შიგნით რომ ვერაფრით ვერ მოვახერხოთ ყველა ძალა რომელიც იბრძვის დემოკრატიას რაზეც ჩამოყალიბებული ანუ რა ღერძზე შევთანხმდით იქაც აი ეგრევე გაჩნდეს ნაპერწკალი იმისი და აი ჩვენ უნდა ვიპოვოთ ჩვენ თავში ძალები რომ რაცა უნდა მოხდეს ელენე მე და შენ უნდა შევთანხმდეთ რომ ეს ასეა და ვინც არ უნდა ჩაერიოს ამაში, მე და შენ ახლა ხელი ჩამოვართვით, მივდივართ ბოლომდე. აი ამისი მე მგონი ყველაზე ძალიან ეშინია, აი ამ საზოგადოებას რა. ყველაზე რთულია, მაგრამ ძალიან საინტერესოა სხვათა შორის და თუ ჩვენ ამ ბრძოლას მოვიგებთ ასე, საერთოდ სხვა ადამიანებად დავიბადებით რა და ეხლა ჩვენ შიგნითაც ძალიან ბევრ გარდაქმნებს განვიცდით რა. ისეთი ტრანსფორმაცია მიდის ჩემ შიგნითაც, ხო? აი მე ბევრ რაღაცებში ჩამიჭერია ჩემი თავი, რომ ეს როგორ დავუშვი, ან ეს როგორ ვთქვი, ეს როგორ, მაგრამ აი ვიცვლები, ყოველდღიურად ვიცვლები, ყოველი დილა არის ჩემთვის ცვლილებები. თავარი არის დავიჯეროთ იმისი, რაზეც შევთანხმდით. რა იმ წერტილს უნდა მივახციოთ. აი ეს არის როგორც აი მწერვალზე ასვლა რა და მე ჩემი მიზანი არის აქ. მე რამოდენიმე დასვენებას ვაკეთებ, მაგრამ იქ მივდივარ და იქ ხელს არ გაგიშვებ არავითარ შემთხვევაში. ჩვენ თუ აი ესე თვალებში შევხედოთ ერთმანეთს და ბენდობით ისე რომ აი აქ ვართ ერთად, მაშინ ყველანაირ ძალას კარგავს რეჟიმი. იმიტომ რომ მათ ეს ვერც კი წარმოუდგენიათ. ეს საძირკველი, აი ეს რაღაცა, აი პრინციპი მათთვის არის წარმოუდგენელი, შეუცნობადი, აი აბსოლუტურად აი რაღაცნაირად უცხო. და ეს უნდა შევძოთ, იმიტომ რომ ღია ომში ვართ. და ჩვენ ვართ აი სიტყვიერი იარაღი ერთმანეთისთვის, ნდობის რა და ან კომუნიკაციის და აი ამ შემთხვევაში აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე ესე მგონია. ერთი ხო კითხვა იყო ფორმებზე და რადიკალურ ფორმებზე და მათ მისაღებობაზე და ძალიან რთული საკითხია მოკლედ ჩემთვის. არც ვიცი რამდენად საერთოდ მაგ ამაზე ან ვინმეს გვაქვს ამაზე პასუხი, მაგრამ უბრალოდ ჩემ პერსპექტივას ვიტყვი მე რა მესმის, როდესაც ადამიანები ამბობენ რომ უნდა გავხდეთ რაღაც უფრო რადიკალურები. და პირველ რიგში იმას ვიტყვი რომ რაღაც არ მომწონს ხოლმე ჩემთვის ეს პროტესტის წინააღმდეგობა არის მშვიდობიანი, ასე დაიწყო, ასე მიდის და მე ვფიქრობ რომ აუცილებელია რომ ასე გაგრძელდეს და ასე დამთავრდეს და არ ნიშნავს იმას რომ ვიღაცაზე რადიკალური ვარ ზოგადად ვიღაცა ვინმეზე ნაკლებად რადიკალურად ვარ ჩართული ამ წინააღმდეგობაში, იმიტომ რომ აი ცოტა რას გულისხმობთ ხოლმე ამ რადიკალურობაში, ცოტა უცნაურია რა, ამიტომ რომ არის სიტყვები ბევრი, რომლებიც გამოყენებისაც გვეშინი არის დისკუსიები, რომლებიც ძალიან მოკლედ და ასე ვთქვათ, არ აკადემიურად რომ ვთქვათ შარია, ხო? და აი ამ რაღაც საფრთხეების გამო რაღაცები რჩება უთქმელი, რაღაცები უბრალოდ მოაზრებულია და მე ვინ რას მოიაზრებს ამ რადიკალურობაში არის ძალიან ესეთი, ხო? მე უბრალოდ ვიტყვი ჩემ პერსპექტივას ამაზე. ძალიან ხშირად არის ამაზე დისკუსიები, რომ რაღა დროს ეს ყველაფერია და პეპლებით ბრძოლას ეძახიან ხოლმე, რაღაც ძალიან სპეციალურ კონტექსტზე, უნდა გადავიდეთ რაღაცა სხვაზე, ხო?
მე ასე ვხედავ, რომ გარკვეულ სიტუაციებში მასშტაბურ აქციებზე ასე წამოძახება, რომ ეხა დავცხეთ, მაგალითად, ალბათ ამას გულისხმობ ხოლმე, ხო, ეს ადამიანები, კი, ალბათ სადღაც არის შანსი, რომ რაღაცა ვიღაცა დაგნებდეს, მე არ ვიცი ეს რამდენი, არ ასეთ რაღაცაში მონაწილეობა უბრალოდ არ მიმიღია, არ დამიგეგმია, ასეთ დისკუსიაშიც არ მიმიღია მონაწილეობა, ამიტომ არ ვიცი როგორ უნდა დავალაგო, ჩემ წარმოსახვაშიც კი, მაგრამ ჩემთვის არსებობს ძალიან დიდი რისკი რომ მივიღოთ მეტი სინდისის პატიმარი, დავკარგოთ მორალური უპირატესობა, თუ იქ რაღაცა საშინელება მოხდება, რის იხსენებაც დარწმუნებული ვარ, არავის გვინდა, დაიღვაროს სისხლი ადამიანებმა დაკარგონ თავისი სიცოცხლე, ხო? მე არ ვიცი ვის შეუძლია საერთოდ, რომ ამაზე რაღაცნაირად პასუხისმგებლობა აიღოს. თუმცა მე არ ვამბობ იმას, რა თქმა უნდა, რომ ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როგორ ხდება ხოლმე ეს აქციებზე, ხო? ანუ აქცია არის მშვიდობიანი, შემდეგ ხდება პროვოკაციები და ვიცით კიდევაც, ანუ სისტემიდან წასულმა ადამიანებმა ისაუბრეს ამაზე. ხო, რომ კონკრეტული სახელები და გვარები არსებობს, რომლებიც იდგნენ ვითომ ჩვენ გვერდით აქციებზე, აწყობდნენ და იქცეოდნენ ისე, რომ ასე ვთქვათ, ლეგიტიმაცია შეექმნათ ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან ჩვენ მიმართ წამოსულ ძალადობას, თუმცა ცხადია ვერ შექმნეს, ანუ არც ერთი ის ძალადობა, რაც მოხდა აქციაზე, აბსოლუტურად გაუმართლებელი და ვერც ფორმალურ იმას ვერ აკმაყოფილებს, ხო, ლეგიტიმაციის საზღვრებს. ეს არ არის ის საკითხი, რასაც მე შემიძლია მაგალითად პასუხისმგებლობის აღება, ეს არ არის ის პროტესტი, რა პროტესტის მე ჩავერთე და ეს არ არის ის პროტესტი, რა პროტესტის მე შემიძლია რომ ადამიანები, ახლობლები, ადამიანებიც მიყვარს, ის ადამიანებიც ვისაც არ ვიცნობ, ცხადია დავპატიჟე, ხო? მაგრამ მე არ გამოვრიცხავ იმას, რომ დადგეს ეგეთი მომენტი, რომ არაფერს აზრი აღარ ექნება. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ასევე ის, რამდენი ადამიანი არის ასეთი აქტივიზმის თუ არ ვიცი რა დავარქვა მომხრე, ხო? ანუ მე მგონია რომ თუ ძალიან ბევრი ადამიანი არის, ანუ როდესაც ვლაპარაკობთ რომ უნდა გავხდეთ უფრო რადიკალურები და შევუქმნოთ უფრო მეტი საფრთხე, ეს ანუ ამას არ ვამბობთ ხოლმე, მაგრამ ეს მოყვება, ხო, ლოგიკურად ამას. ვინ არიან ის ადამიანები, ვინც მზად არიან რომ იყვნენ სინდისის პატიმრები და 2 წლით თუნდაც რამდენიმე თვით, თუნდაც რაღაც რამდენიმე წლით ჩასხდნენ ციხეში, ან მათ დაკარგონ თავისი სიცოცხლე, ხო? ანუ ჩვენ თავებზე არ ჩაგეკითხები რაღაცა. აი სამი რაც დაასახელე, ანუ შენთვის მიუღებელი აბსოლუტურად გეთანხმები, ჩემთვის ზუსტად იგივე კრიტერიუმები. ამაში უნდა დავწყოთ ფიქრი იმაზე, რომ როგორ უნდა მოვიქცეთ და რა გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ, რომ აი ამ სამივე ასპექტს არავითარი საფრთხე არ შეექმნეს. იმიტომ რომ აქ ვინც ვხედავთ და ყველა ადამიანის ვიცნობ რომ არის შეგვიძლია კი ბატონო, მათთვისაც უზენაესი არის ეს, ხომ, ადამიანის სიცოცხლე, ადამიანის თავისუფლება, ადამიანის ჯანმრთელობა და ზოგადად უსაფრთხოება, რაც ყველამ დავკარგეთ პრინციპში. მიუხედავად იმისა, გარეთ ვართ, ციხეში ვართ, თუ ქვეყნიდან წავიდა ძალიან ბევრი ადამიანი, უსაფრთხოების განცდა საქართველოში ქართველებმა დავკარგეთ. მათ ვისაც გაგვაჩნია რაღაც თავისუფალი აზრი. ძალიან დიდი რამე დავკარგეთ უკვე და ამას ძალიან დიდი დრო დაჭირდება ამის რეაბილიტაციას, ანუ ხელისუფლებასაც რომ შევცვლით და აუცილებლად შევცვლით, ხო? ეს არ იქნება 1 და 2 კვირაში ეს შიში, ეს ზიზღიც ვთქვათ, კი ბატონო, ეს უწყების წარმომადგენლების ფორმიანი ადამიანების მხრიდან ჩვენი თვალით რომ გვაქვს დანახული რას გააკეთეთ, ანუ ამ ნდობის აღდგენას უწყებებს თავი დავანებოთ ადამიანებში ერთმანეთის მიმართაც ძალიან დიდი დრო დაჭირდება, ძალიან დიდი ხელი ჩაიტეხა, ხო? ანუ ამის იქით წარმოუდგენელია ჩემთვის პოლარიზაცია, ამის იქით არის უკვე, ну არ ვიცი რა, ხო? ის რაც ხდებოდა 90-იან წლებში, რაც მე პირველ პირში ამას ვერ მოვყვებით, რომ არ მახსოვს და არც მინდა რომ ახსოვდეს, ხო? ამიტომ რაც ნინომ თქვა, აი მე ცოტა ხნის წინ დავიწყე ვარჯიში და ჩემი ტრენერი ვინც მოვარჯიშებს ხოლმე, აი ამას მეუბნება ხოლმე, რომ აი სადაც რთულია, აი იქ ის როდესაც უკვე გტკივა და სადაც რთულია, აი მანდ ვითარდება შენი კუნთი, მაგისთვის ვარჯიშობ, ხო? რომ აი მანდ გეტკივა, სადაც რთულია, სადაც გტკივა, აი ეგრე რომ ვარჯიშობ, ეს ნიშნავს, რომ კარგად ვარჯიშობ და როცა უკვე ძალიან დაღალე კუნთი, ხო? და რა თქმა უნდა, ჩვენთვის უნდა გავაკეთოთ სწორი ის არის სამწუხაროდ ყოველთვის რაც რთულია, ხო? და რთული არის, რასაც ნინო მილაპარაკა. ჩემთვის არის ურთულესი ძალიან ბევრი ადამიანისთვის, რომელიც ჩემ გარშემო იბრძვის, იმ ადამიანებთან საუბარი, ვინც არა ქართული ოცნების ამომრჩევლები არიან, არამედ იმათთან საუბარიც კი, ვინც არ არის პროტესტში. იმიტომ რომ ჩვენთვის ეს პროტესტი, პოლიტიკა უკვე ძალიან პირადულია. სულ ამას ვამბობ ხოლმე, ჩვენთვის არ არის ეს პოლიტიკა, როდესაც რაღაცა ჯარიმა მომირბენინეს, ჩამომიღეს კარი, ხო? როდესაც ჩემ მეგობარს შეასხეს რაღაც, როდესაც ჩემ მეორე მეგობარს აქციაზიდან სახლში
მიმავალს გაუტეხეს ცხვირი პოლიციელებმა აწამეს უკვე განეიტრალებული და დაკავებული ამ დაკავების მანქანაში. ხო, ანუ ეს ჩემ გარშემო ეს რეპრესიები არის იმ მასშტაბის, რომ ჩემთვის უბრალოდ ღირებულება ევროპა რა არის? აი ამის ახსნაზე გაცილებით უფრო რთულია ის, რასაც მე ამ ადამიანებს უნდა ველაპარაკო რა. მაგრამ ნუ არიან ადამიანები, ვისაც შეიძლება აქვთ ამის რესურსი, ვართ ადამიანები, ვისაც შეიძლება დღეს არ გვაქვს ამის რესურსი, მაგრამ მომავალში გქონდეს, ვართ ადამიანები, ვისაც ყველასთან არ შეგვიძლია საუბარი, მაგრამ ჩემ კონკრეტულ რამდენიმე მეზობელთან შეგვიძლია. აი ეს არის რთული და ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ და მე ვხედავ ხოლმე ძალიან ხშირად ჩემ გარშემო ადამიანს აი ამ განწყობას, რომ ამას აზრი არ აქვს, რომ აი ამას ახლა რა ველაპარაკო, რომ რაღაცა ვიღაცა მოინდომა, რომ აი ჭიათურაზე მაგ ახლა ლაპარაკი მაგალითად ხო, რომ მათ გააპროტესტეს რამდენიმე ადამიანმა, როგორც ვიცი, იმიტომ რომ იქაც ეს მონოლითური საზოგადოება არ არის ხო იმ პროტესტში ჩართული, რომ არ ამბობენ რომ ისინი არ არიან პოლიტიკური დაკავებულები, არ უნდათ ამ პროტესტთან ასოცირება და ამოვიღოთ და გააჩნდა რაღაც დისკუსია, რომ ნუ რა გვინდა ადამიანები, რომლებიც არ ზუსტად ეგ ადამიანები გვინდა რეალურად რა ვქნათ, ანუ ესეა. მეც არ შემიძლია ძალიან ბევრ ადამიანთან უბრალოდ ნერვები არ მყოფნის, რომ ამ ყველაფერზე ვესაუბრო, მაგრამ ფაქტია, რომ გვჭირდება მეტი ადამიანი ჩვენ მხარეს, პირველ რიგში ის ადამიანები, რომლებიც უკვე არიან ჩვენ მხარეს, ანუ მათი გამოყვანა ნიჰილიზმიდან, მაგრამ ცხადია ის ადამიანებიც, იმიტომ რომ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სულ რომ მათ გარეშე მოვიგოთ და მე სამწუხაროდ არ მაქვს განცდა რომ მათ გარეშე მოვიგოთ. ან არის საზოგადოების ნაწილი, რომელიც ყოველთვის იქნება ის ნაწილი, რომელიც საზოგადოების სხვა ნაწილმა უნდა წაიყვანოს წინ, ასე ვთქვათ, მაგრამ არის საზოგადოება, რომელიც აუცილებელია რომ მოვიმხროთ, ხო, საზოგადოების ნაწილი. და ხო, ეს არის მოკლედ ყველაზე რთული და ეს არის როგორც მოვიგებთ. და ამას ძალიან უწყობს ხელს ჩვენი ჯიუტად მორალური ქცევა და ჩვენი მორალური სტრატეგიები მშვიდობიანი. ანუ ამის მჯერა მე რომ ეს არის რითიც ასე მარტივად რომ ვთქვათ, მარტივად მოვეწონებით ადამიანებს და მოუნდებათ რომ დადგენ ჩვენ მხარეს და არა იმ ადამიანების მხარეს, რომლებიც უკვე ძირს ხოხავენ მართლა ჩვენ წინაშე მორალურადაც, სამართლებრივადაც, პოლიტიკურად და ყველანაირად. რაღაცნაირად დაუბრუნდით მაშინ ისევ საწყის, იმიტომ რომ რამდენიმე წინადადება იყო, რომელიც თქვი, რომელზეც მინდოდა მაშინაც რეაქცია, მაგრამ ეხა უკვე ნაწილობრივ გაიცი, მაგრამ მნიშვნელოვანი რომ კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ. რაც არ უნდა კონდეს გადაცნობა მაინც მართალი ვარ, ანუ ეგეთი წინადადება იყო. ხო, მახსოვს. რაც ისევ აი ჰარიმულიშის წიგნი დავიწყეთ და იქაც ეგეთი შეკითხვა არის, ანუ წინააღმდეგობის მოძრაობაზე ამბობენ, რომ ნაცისტი მოკლეს. და ხვალო ჩვენზე იტყვიანო, რომ აი ჩვენ ცუდები ვართ, იმიტომ რომ კაცი მოვკალითო რა. და შეკითხვა ქრონოლოგიური არის რა, ანუ ოკუპაცია არსებობს უკვე, ოკუპაცია არის ფაქტი. და იმის შიგნით მე კაც ანუ ნაცისტს მოკლავ თუ არა, კოლაბორანტს მოკლავ თუ არა, თუ რაღაცას ავაფეთქებ საფოსტო იმას. ეს უკვე აი ამ ფაქტიდან გამომდინარე მოცემულობა არის და ეს წინააღმდეგობის მოძრაობის გოგო ამბობს, რომ რა თქმა უნდა გამართლებული არის ნაცისტის მოკვლა, რომ მე არ დამიწყია მკვლელობები, ანუ გუშინ წინ წინააღმდეგობის მოძრაობის 7 ადამიანი დახვრიტეს ნაცისტებმა რა და როგორც კი ამას კლავ, ნაცისტური პრესა წერს, რომ ცუდი წინააღმდეგობის მოძრაობის ხალხი არიან მკვლელები რა. ხო და მაგრამ ძალიან პრობლემური არის ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ ის მედიაც, აი ვთქვათ, ოკუპაციის დროს ნებისმიერ აი რაც იყო ხო ევროპაში ყველა თანამშრომლობდა რა, ეს დიდი საზოგადოებები ხარ, სადაც აჯანყებები არ მომხდარა ხო, საფრანგეთი აიღე და კიდაც ჰოლანდია და ასე შემდეგ. რაღაცა დიდი ნაწილი მოსახლეობის თქვეს, რომ ოკეი, წავაგეთ რა და ეხლა ვიცხოვრებთ ნაცისტების ქვეშ, რამდენი ხანიც ეს გაგრძელდება. რაღაცა პატარა ჯგუფი ჯანყდებოდა ხო. ისინი იყვნენ მკითხველები, ანუ ჰოლანდიელები კითხულობდნენ გაზეთს, სადაც ეწერა, რომ აჯანყებულებმა ნაცისტი მოკლეს და დიდი ალბათობით სახში იქნებოდა ყველგან რა თქმა უნდა, მაგრამ საუბრები რომ რა უნდათ ამ აჯანყებულებს, ანუ ხო წავაგეთ უკვე ხო ოკუპაციაში ვართ და ეხლა კიდე აი კლავენ, ცუდები არიან რა დავანებოთ. როგორც დღეს არის ხოლმე საუბარი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველა მიწის რა ქნა რეჟიმმა ერთს შეიგინები და ხო აი ნუ ეხა ესე ცუდად იქცევიან რა, მაგრამ მეორე საკითხი რაც იყო, ანუ მე ვიზიარებ, მაგრამ ნაწილობრივ რა, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ თუ შენ ამოცანა გაქვს, რომ მეტი შემოიერთო, მაშინ უმციკლო უნდა იყო მაგ თვალსაზრისით და ამიტომ ეს მეორე რა წინადადება იყო ეთიკას გადასახადია ეთიკა. რომ რაღაცა სიტუაციაში შენ შეიძლება ეთიკა გვერდზე გადადო, იმიტომ რომ თქვა რომ ეხა მე ამ სიტუაციაში მორალურად უბრალოდ ვერ ვიბრძვი. მაგალითად, რა ვიცი, მოვექცე იმას ისე როგორც მეკცევა მე. მაგრამ ზუსტად ეგ არის პრობლემა, რომ შენ მე
ალტერნატივას ვეღარ წარმოადგენენ. ანუ მაგალითად ხშირად, ძალიან ხშირად, ალბათ ყველაზე ხშირად გეუბნებიან ხოლმე ყოველ ჯერზე, როდესაც ოპოზიცია რამეს გააკეთებს, იტყვის, იქ ბიზნეს ბოიკოტი გამოუცხადოთ, იქ რაღაცა ფორმებზე, ხო, მით უმეტეს ეხა ნელ-ნელა შევჯერდით თავიდან ბევრი სხვადასხვა ფორმა გავრცელდა. ეგრევე ამბობენ ხოლმე, რომ ესენი ჯერ არ მოსულან ძალაუფლებაში და რეებს აკეთებენ ან ამბობენ სხვებს. როგორც კი ოდნავ არაეთიკური არის. და რომ მიუშვა, ხო წარმოგიდგენთ რას გააკეთებენ. სინამდვილეში მაქსიმუმად შეიძლება გააკეთონ არის ის, რაც აკეთებს რეჟიმი დღეს. ხო, ანუ რა ვიცი, დაიჭირო ხალხი, აწამო, რაღაც ბიზნესი ისაქნა, მე შენიანები მოკლა და ასე შემდეგ. ხო, ჩადება და მაგრამ ამ ეს მოცემულობა უკვე აქვთ. აი ეს ბოროტება უკვე აქვთ, როგორც მოცემულობა, მაგრამ შენში როგორც კი ხედავენ ერთ აი ამ ბოროტების, გეუბნებიან რომ ამას რო ძალაუფლება მიცე იქნება საშინელება და ამიტომ არის მნიშვნელოვანი რომ თუ მაგას ვამბობთ, ეხლა აქ რაც ვართ, ყველანი მაგას შევთანხმოთ, რომ ანუ რაოდენობაში გაზრდა არის ჩვენი ერთადერთი მეთოდი, ხო, სიმართლით, რაც ქრისტიანობა ეგრე გავრცელდა, შავკანიანების უფლებებისთვის ბრძოლა ეგრე იყო, ინდოეთი ეგრე გათავისუფლდა და ილია ჭავჭავაძემ ქართველი ერი ეგრე შექმნა, ხო? წვეთ ლაპარაკობთ, კარგი იქნება რომ ჩაუღმავდეთ თვითონ აბსოლუტურ რიცხვებს. რამდენი ეს რაოდენობა არის? მილიონი, ნახევარი მილიონი, 300.000. ლაპარაკი მიდის ხოლმე 300.000 უნდა გამოვიდეთ, დავდგეთ. რაღაც მომენტში ავდექით დავთვალე რაღაც კონკრეტულ ტერიტორიებზე, რამდენი ადამიანის დატევა შესაძლებელია. ახლა დეტალებში შევიდე, რომ მე კიდე ზოგიერთებს ეგრეთ წოდებული ხელისუფლებისგან რაღაც ლაპარაკის საშუალება მივცე, მაგრამ მე მინდა, რა ვიცი, ვინც გვისმენს და აქამდე ასე ვთქვათ, გამოყვამ საუბარში უთხრა, რომ 100 და 200.000, ანუ იმდენად მასშტაბური რიცხვია საქართველოსთვის, რომ ჩვენ თუ ორგანიზებული, რა ვიცი, რაღაც ორგანიზებული თავყრილობის სახით გამოვათ 50-იც კი, უბრალოდ ესეთი რაღაც ჩვენ ისტორიაში ჯერ არ გვიქნია. არც 2003-ში თქვა ვარდების რევოლუციას არ მოხდა, ეგ სხვა ფაქტორებმა განაპირობა ტრანზიცია, ხელისუფლების ინფორმით რა ფორმითაც მოხდა. თუ ჩვენ გვინდა რაღაცა მშვიდობიანი ძალით იძულება ხელისუფლების რაღაც კონკრეტული ქმედებისკენ, ან იძულება ხელისუფლების კონკრეტული ქმედების არ გაკეთებისკენ, ან ვერ იძალადოს, ან ვერ მოახერხოს ძალადობა. ამისათვის არ არის საჭირო მაინც 300 და 400.000 ადამიანი და აი ჩემი ეს 50 და 60.000 კარგად ორგანიზებული ადამიანი, რომელსაც ზუსტად იცის რას აკეთებს, როდის და რა მომენტში, ამაზე წარმოდგენაც კი არ აქვს, რა შეიძლება უყონ, მაგალითად ხელისუფლებამ თავისი სპეცრაზმით. იმიტომ რომ დავაკვირდეთ, მოდი აი ვისაც იმედი აქვს გადაწურული, რომ ამისგან არაფერი არ გამოდის, უბრალოდ მინდა რომ ფრონტის ხაზს ეგრეთ წოდებულს დავაკვირდეთ, ეს არის რუსთაველის გამზირი. ანუ ერთი გამზირია, რომელიც არამიზომია, ეხლა ეს აბსოლუტურად აღარ მახსოვს რამდენია სიგანეში, მაგრამ რამდენი უნდა 50 მეტრს ხوار გაცდება, ხო? ამ 50 მეტრიან ფრონტის ხაზზე, იქით გავართ 100.000 კაცი და ჩვენ მგონია რომ ბევრნი ვართ, აქეთ დგას თქვა რაღაცა 2.000, 3.000 ადამიანი და განსთა რჩება რომ მოგვერიდნენ და რეალურად შეხების ხაზზე ვიდექით, რა ვიცი, 100 კაცი. ანუ 100 ან თქვა აი ავიღოთ პირველი 5 ზოლი, 500-500-ზე მიდიოდა კონტაქტი და ეს ის არ იყო რომ 100.000 ვემ გამოვიყენეთ ჩვენი ძალა, ამიტომ ვერ დავინახეთ ჩვენი 100.000 კაცის ძალა, რომ რაღაცა პატარა სათითეში ვართ ჩაყრილები და იქ ჩხუბობთ და იქ გვერებიან, იმიტომ რომ ყოფნით იმათ ძალა რაღაცა კონკრეტულ კვადრატულ მეტრ ფართობზე ის სპეცრაზმი საკმარისია იმისათვის, რომ მოგვერიოს. მაგრამ ჩვენ თუ ამ ფართობს გავზდით, დიცეთ ამათ გავაზავებთ. ანუ ეს გაზავებას მჟავა რო კონცენტრირებული ხელს ამოგჭამს და თუ გავაზავებთ, ის შეიძლება სასარგებლოც კი იყოს რაღაც მომენტებში, ხო? ამიტომ აი ეს მინდა უთხრა იმ ადამიანებს, რომელსაც ნიჰილიზმის შეგრძნება აქვთ და გონიათ რომ ესე არ გამოდის ან ამ გზით არ გამოდის, სულ მიდის ამაზე საუბარი და ვერასდროს ვერ დავორგანიზდით და იმედი მაქვს რომ რაღაც პატარ-პატარა კუნძულები ისეა რომ ჩვენ მას ვერ ვხედავთ ადამიანების, რომლებიც აი ესეთ რაღაცას დააკვირდნენ და მიხვდნენ რომ უნდა გავაზავოთ ანუ ხელისუფლების ძალა, რითიც გვერევა, უბრალოდ უნდა გავაზავოთ, ამის ადგილი გვაქვს და უბრალოდ ეს უნდა მოვიფიქროთ როგორ გავაკეთოთ ეს ერთ-ერთი ის თქვა რაღაცა ხრიკი არის, რომელზეც ვლაპარაკობდი რა ერთხელ სახშის იმითი თვალსაზრისით რა. მაგრამ პრობლემას გეტყვით რა მაშინ და მაგაზეც რო შემოვიტანოთ, ეხლა აქ არც ერთი არ ვართ პოლიტიკოსები, ანუ ჩვენ გვიყვარს ეს საუბარი, რომ აი კი როგორ არა ვარ პოლიტიკაში ვარ ჩართული, ანუ რაღაცა გაგებით, გასაგებია რა, ანუ პოლიტიკურ ცხოვრებაში ქვეყნის როლი გვაქვს. მაგრამ მოქალაქეები ვართ უბრალოდ, რომელმაც ჩვენი დროის დიდი ნაწილი დაუთმეთ იმას, რომ სახელმწიფოზე ვიზრუნოთ. ეგ არის და ეგ. ჩვენ ძალაუფლებას არ ავიღებთ ხელში. როგორც მოქალაქეები პრეტენზია მაგაზე გვაქვს, რომ ჩვენ გვინდა რომ ძალაუფლება დავიბრუნოთ რა, რომელიც წაგვართვა ხელისუფლებამ. ხო, როგორც ხალხმა, ზუსტად, ხო, ეს სიტყვა შეგვიძლია შემოვიდნენ, რომ საზოგადოებამ ხალხმა დავიბრუნოთ ის. მაგის პრეტენზია მაქვს.
მაგრამ არ მაქვს პრეტენზია, რომ მე მინდა ძალაუფლება იმისთვის, რომ მე მოვაწყო ეს სახელმწიფო ჩემ გემოზე, ან რაც ამორჩევს. მე მაგისთვის არ ვიცი, არის ისე როგორც ისე მომავალში კაცმა არ იცის თუ ეგ ნაბიჯი რომელიმე გადავდით, კი ბატონო, მაგრამ ეხა პირველადი ამოცანა ეგ არ არის. მე მინდა რომ როგორც წინომ თქვა, ჩემი შვილი, ჩემი ოჯახი ვიყოთ უზრუნველყოფილები და კეთილდღეობ ბედნიერებას მივაწვდეთ. ეხლა ჩვენ სტრატეგიებზე საუბრობთ, რა ესე ხوارჯობია და უცებ ხვდები, რომ თუ ცვლილება მოხდება, ანუ წინა ხაზზე ვინც იყო, ეგ აფსაიდში აღმოჩნდება და რაღაცა ხალხს მოუწევს შემდეგ ძალაუფლების აღება. ანუ ჩვენ გეგმავთ ან ვფიქრობთ პროცესებზე, რომელიც ცვლილებას გამოიწვევს და ამის უშუალო ბენეფიციარი, ან მე ისე ვამბობ, ჩემთვისაც კარგი იქნება, მაგრამ ძალაუფლებას ვინც აიღებს არის ხალხი. და თავარი შეკითხვა შემოდის, ვენდობით თუ არა, აი იმ ხალხს, მაგალითად, პოლიტიკოსებზე საუბრობთ ამ შემთხვევაში რა. აი ეს გაყოფა სამოქალაქო აქტივიზმის, რუსთაველის და პოლიტიკოსების არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა დაწყების დღიდან. ხო, და აი ეს ყოველს გეუბნებიან, რომ აი რა ცვლილებას ითხოვ. მაშინ წადი შენ ამოფრო, არა მე არ მიდივარ. აი ეს მე რო არჩევნები ჩატარდება და ეს წავა რა. იმას გეუბნება, რომ რანაირად. მე პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ არიან პოლიტიკოსები, რომლებმაც მართლა ხასიათი გამოავლინეს და ეხა ციხეში ვინც ზის და ღირსეულად. ანუ ხალხი, რომელმაც დაგვანახეს, რომ ისინიც მზად არიან რაღაცა ბედი გაიზიარონ იმ ხალხის მსგავსად, რომელიც ციხეში ისდა. ეგ ხალხი ეხა გადის გამოცდას, იმსახურებენ თუ არა ამ ბრძოლის შემდეგ კიდე რაღაც ძალაუფლების ხელში აღებას. ანუ არის კი ბატონო, მაგრამ მასიურად ხედავთ, რომ პოლიტიკური კლასი მე არ ვარ დარწმუნებული, რომ რომელიღაცა კონკრეტული პარტიის 4 კაცი რო შეკრიბო, ესე შეძლებს ან სტრატეგიაზე, ან მომავალზე, ან გეგმებზე, ან მიზნებზე საუბარს გარდა შაბლონებისა რა. რო ესე ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი, აი ეს რა, მედია და მაგაზე ილაპარაკები, მაგრამ არსობრივად ესმით თუ არა, მაგას როგორ შვებით, ანუ როგორ, იმიტომ რომ ჩვენ ხალხთან მივალთ და ველაპარაკებით. მაგრამ თუ ეს პრობლემა არ მოაგვარებთ, ეგ შეკითხვა იქ აუცილებლად და იმ კორპუსში მეზობელთან დაისმება, რომ კარგი. გამოყევი რა შესაძლებლად, აი ზუსტად ხალხთან მისვლა საჭიროა, ის ასაც წაიღონ ლაპარაკობთ, ჩვენი ქსელი შექმნათ, ბევრმა მოქალაქემ ერთმანეთს დაუკაკუნოთ კარზე და ვისაუბროთ. პრობლემა იმაშია, რომ ეს პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს ასე ვთქვათ, იდენტიფიცირდებიან როგორც პოლიტიკოსები, თვითონ თავის თავს ეძახიან ან ჩვენც რა ვიცი, არჩევანი გვაქვს მათ შორის. ისე მოვიდა, რომ კი გარკვეული ნაწილი საზოგადოების დელეგატები არიან და მათ ხმას გამოხატავენ. მაგალითად, ახლა მე ჩემი არჩევანი ისეთია, რომელშიც არ ვიცი ხან ახლა პოსტებს რო წერთ, მგონია ხოლმე, რომ ესე რაღაც ტელეპათიურად ერთმანეთსგან გადავიწერეთ. გეგმებში, აი თუნდაც აი ამ ბრძოლაში რას ხედავ გამოსავლის გზას, ციხიდან რომ მივწერე და მანაც რომ მომწესი გამოვიდა პარალელურად გავაკეთეთ წერილები და თითქმის ერთი აიგონი განსხვავება თითქმის არ იყო უბრალოდ რაღაც ერთად ყოფილიყავით ალბათ რაღაცნაირად ვიზრუნებდით რომ ერთად გავიხორციელებინა. ერთი კიდე ძალიან ესეთი რაღაც მომხვდა ყურში, რა ვიცი ეს წამოსცენა იყო თუ ესე მისი ქვეცნობიერი მართლა ესე აიდენტიფიცირებს ერთ-ერთი პარტიის აღარ დავასახელებ ხა რომელი იყო. წარმომადგენელმა ეთერში ინტერვიუსას ესეთი რაღაცა თქვა რომ ჩვენო პოლიტიკოსმა და ჩვენო ადამიანებმა რომლებმაც დავირქვით ლიდერებიო და ხო რეალურად ანუ დაირქვეს კი არ გახდნენ და ეს ანუ ისინი კი არ არიან ადამიანები საზოგადოების დელეგატები უბრალოდ რაღაც გარკვეული პარტერით ესე ვთქვათ ამაზეც რომ არის ყველაფერი ვიცით ხო რაღაც გარკვეული პარტერით ისე ხდება რომ მათ გარკვეული საერთო დრო აქვთ ხო კვირაში რამოდენიმე ჯერში როგორი გეგმება, მაგრამ ფაქტია, ან თქვა რაღაც კონკრეტული დღის წესრიგის გამო მათ აქვთ ეს საერთო დრო და ესე ჩანან ყუთებიდან, რომელსაც ტელევიზორს ვეძახით, ჩანან თითქოს ესენი არიან პოლიტიკოსები და რეალურად ისევ და ისევ რატო იყოს ახალსახეებს ითხოვს ხალხი, იმიტომ რომ არასდროს არ მომხდარა ქვემოდან ზემოთ იდენტიფიცირება ვინ არის, მაგალითად რაღაცა 2000-ის 5000 კაცის დელეგატი ვინ არის, ვიზზე შეთანხმდნენ, რომ აი ამან ჩვენი სახელით ილაპარაკოს, ამან ჩვენი სახელით იმოქმედოს, იმიტომ რომ ჩვენ ამას დღეს დავავალეთ ასა 5 საქმე, ყველა შევთანხმდით, ან უმრავლესობა შევთანხმდით, რომ ამ 5 საქმეს ახმოვანებს ჩვენთვის და იმას მიუყვებით და როდესაც 100 ეგეთი კაცი ყავს და 5000 თითოს მოყვება, ხო, უკვე 9 მილიონი გამოდის და ზუსტად ეგ არის ის მასა, რომელიც აბსოლუტურად მშვიდობიანად ყველანაირი გართულებების გარეშე უბრალოდ ქუჩაში რომ დადგეს და ერთი რომ შემოძახოს, იქ უკვე აღარანაირი სპეცრაზმი და შსს და რეზინის ტყუები და გაზი და CS უბრალოდ უფუნქციო ხდება. ანუ ამის თქმა მინდა რომ აი თუ ჩვენ იმას დავაორგანიზებთ, ან თუ ისე ვიზავთ, რომ შევთანხმდეთ, თუნდაც 100,000 კაცი რომ შევთანხმდეთ, აქტიური პოლიტიკაში ჩართული მოქალაქე, რომ ჩვენი დელეგატები არიან აი ეს ადამიანები. 100,000 ადამიანი საქართველოს მოსახლეობის ხელა, ქვეყნისთვის იმ ხელა მასშტაბის თავყრილობა
ესეთი აქტიური მოქალაქეების, რომ მეტი უბრალოდ არც კი გვჭირდება, მაგდენიც არ გვჭირდება. მარიარიას წიგნი მომაქვს ხოლმე ხშირად მაგალითად, იმიტომ რომ ხა კიდე რაც ციხით რაც გამოვიდი, ვერ ჩაუჯექი უფრო სიღრმისეულად რაღაცა ლინკები და წყაროების ასე ვთქვათ გქონდა, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ნაშრომია ეს თავისთავად წიგნად, მაგრამ ნაშრომია იქ ერთ-ერთ მონაკვეთში თუ რიცხვების სწორად მახსოვს ფილიპინების მოსახლეობა რაღაც 100 მილიონზე მეტია თუ არ ვცდები და რაღაცას ყვება ისტორიას და სადაც აღნიშნავს რომ ძალიან დიდი მასშტაბური აქცია მოვაწყეთო და ლაპარაკი არის 130,000 ადამიანზე. ანუ ჩვენზე მინიმუმ 20-ჯერ მეტი მოსახლეობით მქონე ქვეყანაზე ლაპარაკი და არის ლაპარაკი 130,000 ადამიანზე. ამიტომ ჩვენ ცოტა ეს რიცხვებით რაღაცა გაბერვა და რეალურად ამით ერთმანეთს ვაშინებთ რა, ანუ 130,000 კაცი როდის შეიკრიბ ამას რა დაორგანიზებს და ასე შემდეგ. ისევ დავბრუნდები რუსთაველზე, რომ დავაკვირდეთ, აი რომ ამოვიღოთ კადრები და ციუ გონებას ევინოთ დაიშტეს სხვა სტრატეგიას, ვინც გაწერს ან ტაქტიკას ან რაღაც თუნდა სიკ წინააღმდეგობის ფორმას ვარ დავზიანდეთ და ჩვენი ქვიდგეთ და ჩვენი მოთხოვნები გავაჟღეროთ, ხო? აი იმ დონეზე რო ვიყოთ, რომ შეაფასოს იქ რამდენი ადამიანი იყო, რომელიც იჭერდა ამ ძალადობას, რომელიც მომდინარეობდა იმისგან, რა ქვია, ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, ხო? იქ შეიძლება დაითვალოს 2000-3000 კაცი. ხო, დანარჩენი უკან უბრალოდ ხარავის არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო და არც ვაყენებ. ის ადამიანები ჩვენი ზურგი იყო და მათ გარეშე იქ ის 2000 კაცი ვერაფერს ვერ იზარდა, იმიტომ რომ შემოგვივლიდან უკენიდან და გაიყოფოდნენ, ესე ვთქვათ, მეტად დაკონცენტრირდებოდნენ. ამიტომ ყველას თავის ფუნქცია აქვს, მაგრამ რეალურად შეხების წერტილი და ორგანიზებული ადამიანები, რომლებიც აი ეს ფიზიკურ შეხებაში იყვნენ რაღაც სახელმწიფო მანქანასთან, ხო, ძალადობის ნაწილში, რასაც ძალადობას ეწინააღმდეგებოდნენ. არც ბევრი არ იყო, ეხა 130,000 ადამიანი, მაგალითად, რაღაცა ამ პლანეტაზე ამ წუთას ყველაზე დიდი მასშტაბური სამხედრო შეტაკება მიდის და 4 თვის მანძილზე არის თქვათ რაღაც დაღუპულთა რაოდენობა 130,000. ანუ ძალიან დიდი მასშტაბია ეს 130,000 ისე ვისურვით ხოლმე მარჯვნივ მარცხნივ ამ რიცხვებს, რომ ეგრე არ არის და ჩვენ რომ მოვახერხოთ, რომ 40 ავიღოთ, აი 50-საც ვავიღებთ 30,000 კაცი, ისე რომ დავორგანიზდეთ, რომ ყველა კონკრეტულმა ჯგუფმა, რავი, 3,000 კაციანმა, 5,000 კაციანმა ჯგუფებმა ვიცოდეთ, რას ვაკეთებთ, რა არის ჩვენი ძლიერი მხარე, რას ვაკეთებთ. მივდივართ ხალხს ველაპარაკებით და ვეუბნებით, რომ აი დელეგატები გვყავს ასარჩევი და მოდი თქვენი ეზოს თავკაცით ვინც არის. ანუ ქვემოდან რომ წამოვიდეთ და მე თქვა კორპუსები გავაერთიანოთ, ეზოები უბნებათ და რაღაცა შევკრათ, რომ ერთი ტიპი რო იქნება, ყველა იცნობს ამას, რაღაცნაირად შეთანხმდა 65% რომ რამე რო იყოს და არჩევნები რო იყოს, ამას ხმას მიცემენ. ძალიან ცოტა ადამიანს ჩერა, ძალიან ცოტა ადამიანს პირველ რიგში შეგნებული აქვს რა არის მოქალაქე, რა ვალდებულებები აქვს, რა უფლებები აქვს, რას ნიშნავს იყო მოქალაქე ერთის მხრივ და არ აქვს იმის რწმენა, რომ ის როგორც მოქალაქე მართლა ჩართულია ამ პროცესში და გადაწყვეტილებებს იღებს. გავლენა აქვს გადაწყვეტილებებს. ანუ ალბათ ჩემთვის არავინ არ არის წინა ხელისუფლებისას, ამისას და მომავლისას მე წავალ ხა თოხს მოვიქნევ, რაღაც კომბოსტოს მოვიყვარო, შვილებს საჭმელი ვაჭამო. იმის იქით, ანუ ეს არ მოდის რაღაც აი ამ წუთას მიმდინარე პრობლემებიდან, ეს უფრო ხმაფესვები აქვს ამას და ასეთ ადამიანებს ამ წუთასთან იმდენი საშუალება ამ ციფრულ სამყაროში მით უმეტეს ახლა რაც კიდე დაემატა და ალბათ ყოველ წელს უფრო და უფრო მეტი ფუფუნება გვექნება ადამიანებს გაუჩინოთ ჩართულობის განცდა, მათ შორის იმ დროს როცა უკვე აი ეს ნივთი აღარ არის, ას ფუფუნების საგანი და მაინც არ უნდა იყოს რაღაცა როკფელერის ოჯახიდან რომ ეს ხელში გეჭიროს ამ რაღაცა 200 ლარად, 100 ლარად, 150 ლარად, რაღაც მეორაც მაინც იყიდი იმისეც რომ Facebook-ის სკროლვა შეგიძლია და ელემენტარული აპლიკაცია ქონდეს შეგით რომელთაც შენ რაღაც როგორც მოქალაქეს რაღაც პლატფორმა ქონდეს შენი პოზიციის დასაფიქსირებლად, რომელიც იცის ზუსტად რომ იმ შედეგებში რაც გამოვა, შენი წილი იქ დევს ნამდვილად და იქ ვიღაცამ არ იფოკუსნიკა და манипуляცია არ მოახდინა და არ გააყაბა და შენი ხმა არ წაგართვა რეალურად. ხმებს რო ართმევდნენ ხალხს დაწყებული საბჭოთა კავშირიდან გაგზელებული დამოუკიდებელი საქართველოს მთელი არსებობის მანძილზე, იმის გამო რომ მუდმივ რეჟიმში ადამიანებს ართმევდნენ ხმას, ან უკვე იცოდნენ რომ წართმეული ქონათ, ან ტყუილებით რაღაცებით და ეს უკვე გააცნობიერა ადამიანმა, აღარ უნდა ამ ფარსში მონაწილეობა. შენ თუ რაღაც ახალ შესთავაზებ, იცით დაარწმუნებ, რომ ის ხმა არსად აღარ დაიკარგება, აი მაგასაც უნდა ვისწავლოთ რა. ეხა ხო დაგვარწმუნეს ბოლო არჩევნებზე, ხმა არსად არ დაიკარგება. ბოლო არჩევნები იყო, ხო, აი საბოლოო, ესე ვთქვათ, ბოლო ლურსმანი იყო მაგ. სახელმწიფოებრიობის ბენეფიტი, ანუ სარგებელი უნდა დაინახოს ადამიანმა, რომელიც აქამდე არ ქონია. ანუ სახელმწიფოებრივი ინსტიტუციურ დონეზე სარგებელი, ანუ სადაც აქამდე შეხება ქონია, ყველგან წააგოა. თვითმმართველობა რა, სულ პრესისა და განუკითხაობის და ბოლოს ვერ სასამართლოდ ვითარდება, რომელიც ყოველთვის გამოტყნეს, ანუ სახელმწიფო ყოველთვის იყო მოძალადე მოქალაქის, პატიოსანი მოქალაქის მიმართ.
და ის ძალიან დიდ გადასახადს იხდიდა აი ამაში და აი ამისგან უნდა გავათავისუფლოთ საზოგადოება და რწმენა უნდა შეიქმნას. აი როგორც ახლა ხო რა აი გამავრცელებელი ქრისტიანობის გამავრცელებელი არსებობს იდეა და ამ იდეას შენ ემსახურები და რა სარგებელს პოულობ ხო აი ამ იდეიდან ანუ რა ნაბიჯს გავწინ რითი იზრდები წინ რით უფრო ასე ვთქვათ გაკეთილშობილდება სამყარო და შენ და ჰარმონიას ასე ვთქვათ შექმნი რა თანაცხოვრებას აი ამაზე უნდა იყოს აი მთავარი ის აქცენტები და შემოვიყვანოთ აუცილებლად უკვე წინა ხაზში ის ადამიანები რომლებიც არიან კვალიფიციურები და ეს არ არის მარტო ვერბალური ნაწილი რომელიც აი ვთქვათ გამომდის კარგად საუბარი და დავჯექი სტუდიაში და დაუპირდე ვიღაცა საქმის რომ დადგება ხვალზე ან 10 დღის შემდეგ მას შემდეგ რაც მე ხელისუფლება გადმოგაბარი არც არაფერი არ იცვლება 4 წელიწადი ისე გავიდა რომ ჭამე მარტო ხელფასი მიიღე და წახვედი და ისევ ფუჭი და ეს აბსოლუტურად ცარიელი სიტყვები შემოდის შეუნა შემოვიდნენ კვალიფიციური კადრები რომელთა ნაწილი ალბათ არის ქვეყანაში დარჩენილი მაგრამ დიდი ნაწილი უკვე გასულია ქვეყნიდანაც ეგეც არის რომ ჩვენი კვალიფიციური კადრები და გონიერი ადამიანების დიდი წილი უბრალოდ საკუთარ თავს ვეღარ ხედავთ ამ ქვეყანაში უბრალოდ ვეღარ ცხოვრობთ ამ ქვეყანაში და მოუწია იძულებით ემიგრაციაში წასვლა და რასაც მე იძულებით გადასახლებას თანამედროვე გადასახლებასაც უწოდებ. ანუ დაცალა ამ ადამიანმა ბორიარუსმა ქვეყანა ინტელექტუალური ნაწილისაგან და მოაქცია აი მართლა უმცირესობაში ეს. და აი ფაქტიურად დანარჩენ ადამიანებს ვისაც არც ცოდნა აქვს, არც გამოცდილება აქვს, არც განათლება არ აქვს შესაბამისი განაის რო არ შეუძლიათ, იმიტომ რომ არც მისცეს არავითარი პირობები, სოციალურ დახმარებაზე ზის ქვეყნის უდიდესი ნაწილი. სიღარიბეში აცხოვრებს, არაფერს სერვისებს არ თავაზობს, რაც მთავარია, ანუ უხდის იმას, რაც პირველადი ასე ვთქვათ საჭიროებასაც ვერ იკმაყოფილებენ ადამიანები უკიდურესად გაჭირვებაში. რა უნდა რა ცვლილება უნდა შემოიტანოს ამ ადამიანებმა. ამიტომ გჭირდება კადრების დაბრუნება პირველ რიგში, ადამიანებთან კომუნიკაცია და ურთიერთობა, ვისაც ცვლილებები შეუძლია რომ შემოიტანოს. რუსთაველზე დგას ძირითადად თვითშემდგარი და თვითგმარი ადამიანების დიდი რიცხვი. რომელთანაც დიალოგი აუცილებელი არის და მე ამ პოლიტიკოსებსაც ახლა შენ როგორც ახსენელევან, უნდა დაველაპარაკოთ ჩვენ არა ვართ უბრალოდ ელექტორატი რა, ანუ საზმოოში როცა შევედი და ვასილ მაღლაფერიძემ დამახვედრა იქ 13 განრისხებული ქალბატონი, რომელიც რაღაცას ყეფავდა მართლა იქ, რაღაცას მიჩხუბებოდა, რომელზეც შეხებაც არ მქონია და ვკითხე, მიხარ თქვენ საერთოდ საიდან მოხვედით მეთქი, ანუ რა გინდა ჩემთან რა პრობლემა გაქვთ, ხო? აი ზუსტად ახლა აი ამ იმაში ვარ რა რომ აი ვიღაცები გამოდიან და მე მეჩხუბებიან რაღაც თავისივე შეცდომებზე რა და არ მინდა მე რომ მეჩხუბო შენ შეცდომებზე ახლა შენ პოლიტიკოსი ხარ მე მაქვს უფლება რომ დაგიყენე ჩემი პრეტენზიები რა და მე ნუ მიყურებ როგორც ელექტორატს ზუსტად იმადაც ეკუთხარი რომ თქვენ რა უფლება გაქვთ მაჩვენოთ ეკრანიდან ის რასაც მაყურებია თქვენ ვინ გონია თქვენი მაყურებელი რა დონის მაყურებელი გიყურებთ რა თქვენ რატო აფასებთ იმას რომ მე ამას ვჭამთ ხო რა და ზუსტად იგივე პრეტენზია მაქვს თან ფულს ვიხდი ამაში თან ხო რა ვიცი გადასახადებს და შენ მე მატყუებ და ესე უტიფრად მელაპარაკები რა ვინ მოგცა ამისი უფლება და როცა მე შენ გაძლევ რაღაცა ნდობის მანდატს ეს არის ნდობის მანდატი რომ მე ვეყრდნობი შენ კვალიფიკაციას შენ პიროვნულ მახასიათებლებს და აქედან გამომდინარე ვამბობ რომ აი ეს პოლიტიკურად გამოცდილი ადამიანია, შემდგარი ადამიანია და კეთილი ადამიანი. აი ამას ბოროტის რახვევი თავში არ მოუვა. ესე მგონია ყოველ შემთხვევაში და გააძლევა ამ მანდატს და შენ ამ მანდატს მე როგორ გამოიყენებ ჩემს მიმართ, ეს არის პასუხისმგებლობა. აი ამ პასუხისმგებლობაზე არის ყველაზე მთავარი. ეს სისტემა, როდესაც წავა და დაინგრევა, ეს არის გველის კანის ცვლასავით არის. ჩვენ რუსულ სისტემას ვემშვიდობებით. ეს არ არის ანუ მე ამ პროცესს რაც შეიძლება 9 თვე ვარ რა ძალიან უფრთხილდები და ძალიან ძვირფასია მაგას ვამბობ რა ეს სხვა გარდაქმნა არის აბსოლუტურად სხვა ხედვა მაგ ისეთ პროცესში მე აქამდე ცხოვრებაში არ ყოფილვარ და ანუ ყოველ წამს უფრთხილდები ყველა ადამიანს უფრთხილდები და ყველა იქ რა ვიცით მის ღერს რომელიც იგდევს და ამიტომ სისტემიდან აი ამ სისტემიდან როცა გადავალთ აი ეს რუსული სისტემა მანკიერი მართვის ეს სისტემა უნდა დამთავრდეს და პასუხისმგებლობა უნდა დადგეს აუცილებლად ჩვენ აქამდე არ ვართ მიჩვეულები რომ პასუხისმგებლობა დგებოდა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერ იღებენ ხა ბავშვები დაახოცა კალაძემ კალაძემ დაახოცა ჩვეულებრივად ბავშვები ამას თამამად ვიტყვი აბსოლუტურად და არა ერთი
ძალიან ბევრი მოუწესრიგებელი ქალაქის გამო და შავი ხვრელების გამო. ეხლა თვითონ არ წასულად არ მოუგულია, მაგრამ მისი ქალაქია რახან პასუხისგებლობა, პოლიტიკურ პასუხისგებლობას არიღებს ტიპი და მე-13 მოდის არჩევნებს კიდევ ცინიკურად მიყურებს ამას არ იქნება რომ არ შევახსენებ და სამართლებრივ პასუხისგებლობაზე აღარ მაქვს უკვე საუბარი. ამიტომ ყველაც რომ მოწმე რომელიც იქ არის მოდის უტიფრა და ყველა მოსამართლე რომელსაც ხელი აქვს მოწერილი უდანაშაულო ადამიანების ციხეში გამწესებაზე ყველა ბადრაგი იქნება თუ რა ვიცი იქ მანდატური იქნება განსაკუთრებით ეს მანდატურები საერთოდ რაღაცა სხვა ფენომენი გამოდგა კიდე უნდა აგოს სამართლებრივად პასუხი. რომ სამართალი დადგეს ამ ქვეყანაში და აი გლეხს რომელსაც სხვა გამოსავალი არ დაუტოვეს გარდა სიღარიბისა, გაუჩნდეს იმისი განცდა, რომ გაჩნდა რაღაცა ინსტიტუტები და საზოგადოების რაღაცა ნაწილი, რომელიც ჩემს სამართალზე ზრუნავს, ანუ მე ხვალ უდანაშაულოს ასე უმწევ ადამიანს ცუდ დღეს ჩამაგდებენ, ამაზე ვიღაცა აგებს პასუხს. აი ეს განცდა აუცილებლად მეც მაქვს დასაბრუნებელი. მიუხედავად იმისა, რომ აი ვინც ეხა მე არ ვაკნინებ არავის შრომას და არც არაფერი, მაგრამ აი გამოსავალი არა მივდივარ სოფელში და გარემოს დაცვით ტრენინგი მაქვს ჩასატარებელი და ამ დროს ოჯახში არის 3 ბავშვი და რიგრიგობით მიდიან სკოლაში, იმიტომ რომ ერთი წყვილი ფეხსაცმელია ოჯახში. ანუ ერთ დღეს მიდის ერთი ბავშვი, მეორე დღეს მეორე და აი რა გარემოს დაცვით ეკოლოგია და რაღაცა იმენა გლობალურ დათბობაზე უნდა ველაპარაკო ადამიანს. ხო, აი ამას აი ვინ გრები საერთოდ ვიშლები აბსოლუტურად. მივდივარ სკოლაში და განათლების სისტემაში ეხა არავინ არ თქვას არ წოდებს რაღაცა სოფლებში, სადაც თქვა საბაზო სწავლების საფეხურები 9 კლასი არის. შეიძლება შეიძლება არ იყოს მათემატიკის მასწავლებელი. ანუ დაამთავროს ბავშვმა სკოლა და მათემატიკაში რაღაცა აკადემიური მოსწავლე ნიშანი ქონდა, მაგრამ მასწავლებელი არ არის. და ამაზე რეაგირება არ არის. იმიტომ რომ არის რამოდენი მასწავლებელი, ხალხი არ არის იმ სოფელში, რომ ეს ასწავლონ, ეს აგანი. ხო, არა გაქვს მაშინ ონლაინ რაღაცა უზრუნველყავი, რას ქვია ახლა შენ, ანუ შენ თავიდან ვეწირავ ვიღაცა ადამიანებს რა, იმისთვის რომ მას არავითარი მომავალი არ შეუქმნა. მე ესეთ ქვეყანა უბრალოდ წარმოუდგენელია, ჩემ და აი და უნდა დასრულდეს ეს რა. და ჩვენც უნდა დავასრულოთ ამ ტყუილში ცხოვრება. სულ მაგას ვამბობდი, აი 46 წლის ასაკში მომიწია გამოსვლა პირველად საჯანდაბაში ვიყავი აქამდე. აი რატო აქამდე არ გამოვედი? ამას ხო ვუყურებ. აი ჩემი დანაშაული, აი სულ ჩემ თავს ვკითხავ ამაში რა, რომ აი რატო ხმამაღლა ამაზე არ ვსაუბრობდი რა ტრიგერმა იმუშავა მაინც და მაინც რო აქ. მაგრამ ვამბობდი, აი დედა ჩემო ვერ დამიცვა, გადმოვიდა ეს ყველაფერი ჩემზე რა. მე ვერ დავიცავ ჩემ შვილს და ჩემი შვილი მოხვდა რაღაცა გარკვეული სასკოლო რეპრესიების ქვეშ და ეს დაუსრულებელი ჯაჭვია და ეს რეპრესიები უფრო და უფრო მზარდი არის. რაც უფრო ჩაიკეტება სისტემა, მით უფრო აყრილდება იქაურობა და აყდება და ამიტომ უნდა დაესვას რაღაცა. აი რაღაცა ხო სტატუს კო როცა შეიქმნება, მე ალბათ ეს წერტილი საწყისი უნდა გარდაქმნა უნდა მოხდეს. აი ამ ეს კედლების გარღვევა უნდა მოხდეს. კედლების გარღვევა კიდე აი ესე მარტო მშვიდობიანი წესით არ ხდება, სადღაცა გაჩნდება ხვრელები, მაგრამ ჩვენ არ უნდა შეგოშინდეს ამ გარღვეული კედლების და აი იქ უნდა შევუერთდეთ აუცილებლად დავეხმაროთ, რომ ის კედელი გაირღვეს რა. მე შეიძლება არა ვარ ინიციატორი რაღაცა კედლის გამრღვევის, იმიტომ რომ ჯერ ვერ მომწიფდი ვერ ჩამოყალიბდი აქამდე ეს ძალები როგორც შეიძლება ვერ მოვიკრიბი, ან შეიძლება რაღაცები მეშინია, რაღაცა შიშები, რაღაცა ბარიერები, რაღაცები, მაგრამ თუ საერთო ბრძოლაში ვართ და სხვა გამოსავალი არ არის, მე ვერ ვცვლი, მაშინ ვცვლის, მე იმას ვერთდები აუცილებლად. აი ეს მე იმისი დამხმარე ძალა ვარ. აი ეგ არის, მაგას გულისხმობდი, როცა ვამბობდი, რომ რა როგორი არის ის პროტესტში, როგორშიც წავიყოლებთ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ ახლობლებს. პოლიტიკოსებზე იყო მოკლედ ესეთი კითხვა და ვერაფერს ვერ ვიზამნო შევამსუბუქო ამ ხრივ მდგომარეობა, ანუ ყველაზე სუსტი აქტორები არიან ოპოზიციური პოლიტიკოსები და ეს უკვე ძალიან დიდი ხანია ესეა, ხო? მე 2024 წლის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, რამდენიმე კვირით ადრე ვიყავი ჩართული ევროპულ აი მაშინ რა ქვია ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდამჭერ საარჩევნო კამპანიაში დავდიოდით ადამიანები სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში და ვარიგებდით ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ფლაიერებს და ვეუბნებოდით ადამიანებს რომ მიეცით ხმა იმ პარტიას რომლებიც თვლით რომ გამოადგება ქვეყანას იმ კუთხით რომ ჩვენ გავხდეთ ევროკავშირის წევრი და კვლევაშიც ამოვიდა და ადამიანებისგანაც ეს მოდიოდა განწყობა რომ
არის ის ადამიანები, რომლებიც არიან ამ მორჩეულები, რომლებიც არიან პროევროპულად განწყობილები, ძალიან დიდი წონა მათი ამ გული ქონდა აცრუებული მოკლედ არჩევნებს და ამბობდა რომ აი წარმოდგენა არ მაქვს, ხა აი არ მომწონს ხელისუფლება, ვის მივცე ხმა და მათ ნაწილს და მნიშვნელოვან ნაწილს ქონდა არგუმენტები, ხო? ხა და ამიტომაც ძალიან რთულია ხა ჩემთვის აი ამ პროცესშიც კი რაღაცა ხმამაღლა თქვა ხოლმე მაგალითად ვის მივეცი ხმა 2024 წლის არჩევნებში ან თქვა ეხლა ვინ მეიმედება, ანუ მისი ამომრჩეველი ვარ კი არა თქვა მეიმედება და მე მაქვს ხოლმე რაღაცა ესეთი განწყობა რომ იმ ერთობის იმ ვარიანტს ვუჭერ ხოლმე მხარს რომელიც იმ წუთას არის ყველაზე დიდი ხო და ეს არის მაგალითად ამ წუთას აი ეს ეგრეთ წოდებული 8 პარტიის გაერთიანება მე ჩემ როლს და ზოგადად ამ წინააღმდეგობის როლს იმაში ვხედავ რომ დრო მივცემათ ანუ ჩვენ პროტესტს ვინარჩუნებთ იმისთვის რომ მათ მივცეთ დრო მეტი რითი დავეხმარო მე როგორც მოქალაქე რომელსაც არ მაქვს სურვილი როგორც ხელოვანმა ისაუბრა წეგან რომ რაღაცა მეტი პასუხისმგებლობა ავიღო პოლიტიკაში მოვიდე ანუ ეს ჩემთვის ძალიან დიდი ეს არის ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ალბათ ხო და ძალიან დიდი სიფრთხილით ვუყურებ ამას მე რაც შემიძლია არის ეს რომ ჩემი ჩართულობით აი ამ პროტესტში მათ მივცეთ რომ ამ დროს მე არ ვფიქრობ რომ შეუძლებელია რომ მათ შექმნან რაღაც ისეთთან მიახლოებული ძალა რომელიც ადამიანების დიდ ნაწილს ეიმედება და ბოლო თვეებში მე ვფიქრობ რომ ეს გამოჩნდა იმიტომ რომ რაღაცა როგორც კი ჩნდება ხოლმე რამდენიმე თვის განმავლობაში თანმიმდევრული განცხადებებით რაღაცა ერთიანი სტრატეგიით რაღაც რამდენიმე თვე გადის ისე რომ ერთმანეთს თავს არ ესხმიან მე ვხედავ ამას რომ საზოგადოების განწყობა მათ მიმართ იცვლება და მე არ ვფიქრობ რომ რაღაცა ძალიან ბევრი წელი ჭირდება იმას რომ რაღაცა ტიპის კონსოლიდაცია მოხდეს და ჩამოყალიბდეს ერთობა მე გულისხმობ ერთობას რომლებიც აი რაღაც უბრალოდ იციან რა შეეთანხმებიან ერთმანეთს და იციან რა არ ეთანხმებიან ერთმანეთს ამაზე დიდი პრეტენზია მე არ მაქვს არანაირ ოპოზიციასთან რა მე მინდა რომ თვითონ გაიგონ და მე ჩვენს გაგვაგებინონ რა არის გადაკვეთის წერტილები და რა არის წერტილები რომლებშიც ვერ იკვეთებიან და გადაწონის თუ არა ეს გადაკვეთის წერტილები ამას ხო მე არ ვფიქრობ რომ ეს შეუძლებელია მაგრამ როგორც ჩანს ნუ ხო ძალიან რთულია და იმასაც ვფიქრობ ხოლმე რომ კი რა იყოს ანუ გრძელვადიანი პროცესია მე იმედი მაქვს რომ ძალიან კიდევ უფრო გრძელვადიანი არ იქნება და მალე დამთავრდება ყველაფერი მაგრამ დიდი დრო გამოვიარეთ ხა თითქმის 1 წელია ვდგავართ ქუჩაში ხო როგორც აქტივიზმში ხდება რაღაცა დაწრეტა და რაღაცა გამოწრთობა აი ეს დისკუსიები ეთიკაზე რა შეიძლება რა არის წითელი ხაზი რა არ არის წითელი ხაზი ხო და ამით მართლა მე ვხედავ რომ ამით უკეთესები ვხდებით რა ხა ნინოც ამბობდა წეგან რომ ძალიან ბევრი რამის მიმართ შემეცვალა მე ძალიან ბევრი რამის მიმღებლობა ის ხარისხი შემეცვალა და მაგიტომ ვარ მთელი გულით ამ პროტესტში რომ ამის ღირებულებასაც ხელს შეგვცვალა მართლა როგორც ადამიანები რა ნუ ბევრი ყოველ შემთხვევაში და როგორც ჩვენ აქტივიზმში ხდება ეს პროცესები რომ რაღაცნაირად გამოწრთობა ხდება მე მგონია რომ წესით პოლიტიკურ სივრცეშიც ეგ ხდება რომ ვიღაცები არიან ჩემი აზრითაც რა თქმა უნდა არ დავასახელებ ვინც არ უნდა იყვნენ პოლიტიკაში და იქნება მივიდეს ეს პროტესტი იქამდე რომ რაღაცა თვითონ მიხვდნენ აი გაიცხრილონ ადამიანები უბრალოდ ვინც პირიქით აზიანებენ შეიძლება პროტესტს და არაფერს არ არგებენ ხო და რაღაცა ერთობის ის ვარიანტი შედგეს რომელიც ყველაზე ძლიერია. ანუ ამისთვის გვაქვს ჩვენ დრო მიცემული ამ ადამიანებისთვის რა. ხო კიდევ ერთი რაღაცის თქვა მინდოდა უბრალოდ წეგან მითხარი რომ შეგეწინააღმდეგეთ ნაწილობრივ გეწინააღმდეგები ხო არსებობს რაღაცა რადიკალური მაგალითები მაგალითად მკვლელობა ხო და არსებობს რაღაცა ეთიკური გადაცდომების ვარიანტები რომლებიც ზოგ კონტექსტში შეიძლება იყოს მეტად დამაზიანებელი ან ნაკლებად დამაზიანებელი და ხო რა თქმა უნდა აბსოლუტურად ვეთანხმები მეც იმას რომ მე მირჩევნია ყოველთვის ამის შესაძლებლობა არ არის და ყოველთვის ამის ეგეთ რთულია რა ანუ ძალიან მარტივია ხან გაარჩიო რა არის ეთიკური რა არ არის ეთიკური მაგრამ ადამიანები ვართ ემოციები გვაქვს მაგიტო ვართ ამ პროცესში რომ ის იმათ ადამიანებად ანუ ადამიანებად როგორ რა უყურებთ იმდენად მესიჯ ბოქსით იმართებიან რომ იმას არაფერი არ შეეშლება ისეთი რა იმისთვის რომ მარტივი არ შეშალს იმიტომ რომ მართლა მოსდის მესიჯ ბოქსი რა ილაპარაკოს თუნდაც აი ასეთ პოდკასტში რა არ ილაპარაკოს და მე არავინ მაგ მესიჯ ბოქს არ მაძლევს მე შეიძლება დავჭერ და რაღაცა სისულელებს იმიტომ რომ რაღაც აზრები ამერი, იმიტომ რომ გაუბრაზდი, იმიტომ რომ ჩემ მეგობარს რაღაც დაუშავეს, იმიტომ რომ მე დამიშავეს რამე ხო? არ ვიცი, ჩემთვის მაგალითად ურთულესი პროცესი იყო. არ მინდა ხამ სხერპლად თავის მოყანა ურთულესი რა თქმა უნდა მაგის მერე კიდე ბევრი რამე იყო და არაფერი არ დამშავებია მაგრამ აი 4 ადამიანი პოლიციელი შემოვიდა აი რაღაცა ელემენტარული ადმინისტრაციული ჯარიმის საკითხი იყო ხო 4 პოლიციელი ამბობდა რომ დამინახეს კონკრეტულ დროს და ადგილზე როცა არ ვყოფილ ვარ ვიყავი ტv პირველის ეთერში მაგ დროს ხო ანუ აი
ისეც არ არის, ანუ სხვა ადამიანს რო ხდება თავს უსხვანერ და შენ როზი ხარ კიდე უსხვა ეს გცვლის მართლა გცვლის მე ვარ ადამიანი რომ იურიდიული დავამთავრა მე მაგისტრატურა მაქვს 2 დამთავრებული და ვარ ადამიანის უფლებების სპეციალისტი ევროპული სამართლის საერთაშორისო სამართლის და ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი და ჩემი მთელი პროფესიული საქმიანობა და ღირებულებითი სისტემა იყო იმაზე აგებული რომ ადამიანებს უთხრა რომ ენდონ სტრუქტურებს რომ მივიდნენ დარღვეული უფლების შემთხვევაში და პოლიცია მათ დაეხმარება ქალზე რომ ძალადობენ უნდა მივიდეს პოლიციაში და იქ დაეხმარებიან ჩემთვის აი ამის ლაპარაკი რომ მე იქ ვზივარ და პოლიციელები რომლებიც ჩემი დატრენინგებულები არიან მე მისწავლებია მაგ პოლიციელებისთვის რაღაცა როგორ ესაუბრონ სხვერპლს რა არის სწორი ტერმინოლოგია რა არა მითანამშრომლია მათთან და მათ სახალხო დამცველში ჩემი მუშაობის პერიოდში და არასამთავრობო სექტორშიც მათ რაღაცა განვითარებაში რაღაც მართულებით მიმიღია მონაწილეობა რა შემოდიან და აი რაღაცა იდგა და კონსტრუქციებით ქონდა აი რაღაცა აბსოლუტურად მთლიანად ჩამომექცა ეს ანუ არ არის ეს ესეთი მარტივი ეს დაჯარიმებას ესე რომ ვამბობთ ხოლმე თან სპეციალურად ავიგდეთ ეს თემა და ასაგდებიც იყო რა თქმა უნდა მაგრამ ანუ აი ძალიან ბევრი რამე შეცვალა ჩემთვის და ჩემთვის რო შეცვალა ადამიანისთვის ვის მოწადინებული იყო რომ ენდობოდეს სისტემას და სხვა ადამიანების მომართოს აქეთკენ ანუ უბრალოდ სხვა ადამიანების თავში და ღირებულებებში რა ხდება წარმოქმნა არ მინდა ამის გადარჩენაც მინდა რაღაცნაირად რა Star Wars-ის ერთ ეპიზოდშია we don't fight what we hate we save what we love და ანუ იმას კი არა ვებრძვით რაც გვეზიზღება ანუ მის გადარჩენას ვცდილობთ რაც გვიყვარს და მე ძალიან მინდა რომ მთელი ეს წინააღმდეგობა აქამდე ეგრე მოვიდა ჩემი აზრით და ესეც გაგრძელდეს იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი მორალურად სწორი გზა უბრალოდ ყოველთვის მარტივი ეს არ არის იმიტომ რომ ჩვენ რობოტები არ ვართ ეს ძალიან კარგია მაგრამ ხო ესე უნდა მოიქცეთ იმიტომ რომ აი რთული იქ არის მოკლედ სადაც გტკივა და სწორი ის არის სადაც გტკივა და სადაც ის არის რა ერთი პოლიტიკოსების ნაწილში მინდა დავუბრუნდე ეს დელეგატებზე რომ საუბრობდი ცუდი მომენტი ის არის რომ აი ადამიანები რომლებიც რაღაცა ამა თუ იმ არჩევნებზე ხმას აძლევენ ამა თუ იმ პარტიას ან რაღაცა კოალიციას შემდეგ არ თხოვენ მათ პასუხს და მათში იმედგაცრუებულები უბრალოდ სახში მიდიან და იკეტებიან და აი ხო აი ეს არ ვარგა და რაღაცა და სხვა ხო ეს ხა ციდან ეს პოლიტიკოსები ვერ ჩამოიყრებიან ამიტომ მე მგონია რომ აი რაღაც როგორც რომ მივიდეთ და ყური აუწიოთ და მოვთხოვოთ რომ შენ რომ მე გუშინა იმას მელაპარაკებოდი და დღეს ამას არ აკეთებ ხო მაშინ ხმა მოგეს და შენ ხმას უნდა მის შენი ხმის დაცვის მეორე ეტაპიც ეგ არის ანუ მე რო ხმა მე მაგალითად ესე ხელმძღვანელობ და არ ვიცი რაღაცა ველურივით მოვიქცევი აუცილებლად როგორც კი რაღაცას მოვთხოვ და არ გამიკეთებენ რაც მე შემპირდნენ ან რაზეც შეთანხმებულები ვიყავით ამა თუ იმ მეთოდით ხო იმას მოვთხოვ მე მეორე პრობლემა არის რომ ამა თუ იმ პარტიის სამორჩეველი ამ პარტიის მიმართ რაღაცა ეს რწმენის დონეზე რაღაც ერთგულებაში შედის ხოლმე და ეგრე არ არის რა ანუ რაღაცა ადამიანი რაღაცას იტყვის პოლიტიკოსია ის უნდა გაგიკეთოს მოლოდინი ქონა ამიტომ ეცი ხმა და ეხა იმიტომ რომ რაღაცა კონკრეტული სახელი და გვარი ქვია და რაღაც ფორმა აქვს ამიტომ ძალიან შემიყვარდა და მე რავი რაც არ უნდა ხო ანგარიშვალდებულობა ხო ეგ უნდა მოვთხოვოთ და ერთი კიდე რაც არის ეხა რაც მოხდება სავარაუდოდ არ მინდა პროგნოზები ვაკეთო, მაგრამ გონია რომ მოხდება, იმიტომ რომ რაღაც იმ სცენარში ვზივართ, რაც რუსეთში და ბელორუსიაში მოხდა. სავარაუდოდ ეს ოპოზიციური ნაწილი ერთმანეთში ძალიან მძაფრ ომს გამართავს, ცოტა ხანში გამომდინარე იქიდან, რაც მოხდეს 4 ოქტომბერს. გულისხმობ იმ რაღაცა ბჭყალებში არჩევნებს, ჩემთვის ეგეთი მოვლენაა, ეგ რაღაცა UNT ესე ვთქვათ, ხო და აქ მოხდება აუცილებლად თითების გაშვერვა იქით-აქეთ, მე მოხდება გადახვევა რა ხდებოდა 8 თვის უკან, უკვე დავიწყეთ ამის მოსმენა და მე პირადად, რა ვიცი, ხა მე ჩემს ხრივ მე ვისაც მივეცი ხმა, აუცილებლად თუ დადგება ეს საკითხი, არ ვიცი, ეწოლას მოვახდენ და ვამხელ კიდევაც ვინ რო უარი თქვას და მგონია რომ სხვა პარტიის წევრებმაც თავის არჩეულ პოლიტიკოსებს ესე ვთქვათ ზეწოლა უნდა გაუკეთონ, რომ როგორ მე უნდა ვაიძულოთ ეს ადამიანები ღია ეთერში დაждდნენ უბრალოდ ერთმანეთს წინ, ასე ვთქვათ, ერთ სტუდიაში დაждდნენ და შორიდან ლაპარაკს დაანებონ თავი და ჩვეულებრივ მოდერატორი დაისვან და დებატები გამართონ კონკრეტულად ერთმანეთს კითხვებზე პასუხი ჩვენ მოგვასმენინონ რაღაცებს მეუნებიან იქით ამხარეთ, აქეთ ამხარეთ, აქეთ ამხარეთ, აქეთ ამხარეთ არგუმენტებს, რატო ვერ შედგა ესა თუ ის რაღაცა პროცესი და
სიმართლე სად არის? ხო, მე რა თქმა უნდა უფრო იმათ იმჯერა, ვისაც მე მივეცი ხმა, მაგრამ რა თქმა უნდა ვუშვებ იმას, რომ იქ არ არის 100%-იანი სიმართლე და იყო რაღაცა სხვა არგუმენტის. და ის უნდა მოგვასმენინონ, იმიტომ რომ როგორც კი ქართულმა ოცნებამ დაიწყო ტყუილი თავის ქმედებებში და სიტყვაში, ის დაიმალა ეთერებიდან, აღარ ჯდება დებატებში და მოდი მაშინ გადმოვავრცელოთ ეს ამ ხალხზეც და ეს თუ თქვენ ესე უნდა მე ესე ვეთქვი და აი აქედან ესე ვეუბნები რომ თუ თქვენ ვერ ახერხებთ, ან არ გინდათ, ან ემალებით ერთ სტუდიაში მოხვედრას და ღიად კონკრეტულ საკითხებზე ლაპარაკს საჯაროდ რომ ეს ჩაიწეროს ციფრული კვალის სახით და YouTube-ზე დაიწეროს რომ მე ავაფაროთ ვიღაცების სახეზე, ხო? ეგ იმას ნიშნავს რომ არაფრით უკვე ქართული ოცნების რაღაცა 7-6 წლის წინანდელი მდგომარეობიდან აღარ განსხვავდებით. ეხლა ის ქართული ოცნება მე დამემალება თუ თქვენ დამემალებით მე ან თქვენ ერთმანეთს დაემალებით ჩემ დასანახავად, ჩემთვის განსხვავება მანდ აღარ არის უკვე შიგნით რაღაცა ხდება ოთახში რაღაცას წვიტავთ თქვენ ერთმანეთში ოთახში ჩხუბობთ მე გარეთ გამოგაქვს სხვა ისტორია მე ერთმანეთსკენ თითებს იშვერთ და მე ამ დროს ვეღარ ვხვდები რა გავაკეთო, ვეღარ ვხვდები მე რომ თუნდაც რომ დავიბრუნო ძალაუფლება რომელიც ქუჩაში გდია ეხა ვის გადავცე ან რომელს დაგიჯეროთ მანახეთ ეს ხიად და მე გადავწყვიტავ რომელი ჩავრეცხო და რომელი დავტოვო ხო აი ამ ეს მინდოდა რაღაცა ბოლოს მანდ ისევ რაღაცა კონტურებით ჩვენი მხარე მაინც ფეროდ აი მრავალფეროვნების გამო უფრო კრიტიკული არის ცალსახად ან ბოლო პერიოდში პოლიტიკოსები ან თქვათ ამათ რომ გადაწყვეტილების გამო ამორჩევლები ღიად წერენ რომ აი მე არ ვეთანხმები თქვათ არჩევნებში გაწოდებულს მონაწილეობას ან პარტიულებმაც კი პარტია დატოვეს ან მაგალითად პარტიის პერიფერიაში გადავიდნენ და თქვეს რომ აი ამ პროცესში აქტიურად არ იქნება მოდი თქვათ არ ვიყო ლელოში მაგალითად ის ადამიანები ვის გამოც ბევრი ადამიანი პარტიას ენდობოდა ღერძი დელეგატებმა ესე თქვა ხო მათ დატოვეს ბოლომდე ვერ გავიგე პარტია დატოვა არა უბრალოდ გადავიდნენ გამოიწია რა მაგ გადაწყვეტილებას არ ემხრობიან და ეს არის ნუ მნიშვნელოვანი ხო და ჩვენთვის ხო პარტიას თავიდან ზოგადად საზოგადოებაც ეგრე რეაგირებთ ანუ თუნდაც ის რომ ჩვენ ერთმანეთს შენიშვნებს ვაძლევთ და პოლიტიკოსებს რა თქმა უნდა მაგას მეტყველებს რომ არსობრივად განსხვავდებით მათგან რა ანუ იქ კრიტიკა საერთოდ არ არსებობს ხო ანუ არც ერთმანეთის სანამ თვითონ პარტია არ იტყვის რომ მოდი ახლა აი ეს გავანადგუროთ თუნდაც რა ანუ თავის მოკლით დაწყებული იმით ხო რასაც ვთქვათ გახარიას უკეთებდნენ დიდი ხნის განმავლობაში და ეხლაც უკეთებენ მაგრამ ერთი ნიუანსი არის პრინციპში უნდა რაღაცნაირად შევჯერდეთ რამეს და რაც ვილაპარაკეთ ესე ჟღერს ჩემთვის რა და ისტორიული პარალელიც ხშირად რაც არის რა როდემდე უნდა ვიდგეთ მაგალითად ხო ერთ-ერთი ფუნდამენტური შეკითხვა არის აი როდემდე უნდა ვიდგეთ და ერთ-ერთი ხო ხალხი ამას რა ჩვენთვის ბოლომდე არის იდეა ეს ბოლო შეიძლება იყოს ხვალ შეიძლება იყოს 10 წელი შეიძლება იყოს მე ვერ მოვესწრო ანუ ისტორია ესე გვასწავლის რა როდესაც თქვა ქრისტე ამბობს რომ აი კაცობრიობა იქნება ძმები იქნებიან ერთმანეთის აი სანამ ადამიანის უფლებების დეკლარაცია არ იქნა მიღებული მე-20 საუკუნეში და დღემდეც კი ამ დეკლარაციასაც ბევრი არ ასრულებს, ვისაც ეკუთვნის მისი შესრულება, ხო? მაგრამ 2000 წელი გავიდა რა ამასობაში. ამიტომ ამბიცია იმის რომ მე რაც მინდა ის ჩემი ვესწრებში უნდა მოესწროს და თქვა სხვა ისტორიული ფიგურები ილია ჭავჭავაძე დაწყებული და სხვები დამთავრებული, რომ ვერ მოესწრენ, ისინი ჩემზე უკეთესები თუ არესები არ ყოფილან არაფრით. ამიტომ მე მაგის პრეტენზია არ მაქვს რომ მე მოესწრო ყველაფერს რა და ისიც მესმის რომ თუ ცვლილებას მოესწრები, ეს არნიშნავს რომ ცხოვრება მთავრდება ჩემთვის როგორც მოქალაქისთვის. კიდე ბევრი რაღაცას მოგვიწევს, იმიტომ რომ რაც მეცხოვრე 42 წელი ცხოვრების ბოლომდე. ხო, ცხოვრების ბოლომდე, ხო. და ერთი ნიუანსი არის რა, რომ ჩვენ თქვით ხალხის მასის გაზრდა, ჩვენ თქვით რომ ვიღაცა ხალხი, რომელიც დადის და ამას აკეთებს, ჩვენც ვიქნებით ეს თუ ჩვენი ამხანაგები, მაგრამ თავის სტრუქტურით გავს იმას, რაც თქვათ კომუნისტურმა პარტიამ გააკეთა თავის დროზე რა. და ჩემთვის ყველაზე სტრუქტურირებული ეგ იყო. კომუნისტებს თავიდან უბრალოდ მემარცხენე მოძრაობა რო წარმოიდგინოთ, ხო, თქვათ აი ნოე ჟორდანია და მენშევიკებიც, ხო? ანუ მაგრამ სტრუქტურას დააკვირდით რა, 1858 წელს მარქსმა დაწერა, რომ ესე თუ გაგრძელდა ყველაფერი, მოხდება რევოლუცია. მარკს რა თქმა უნდა ერჩინა, რომ ის რევოლუცია ხვალ მომხდარიყო, მაგრამ თქვა, რომ აი ეს პირობები როცა იქნება დაკმაყოფილებული, კაპიტალიზმი როცა თავის პიკს მიაღწევს და უფრო დაჩაგრავს ხალხს, ეს ხალხი თუ გაიაზრებს, რომ ჩაგრულები არიან, თუ ვინმე მე ეტყვის პარტია რომ მოდი აი ამას ესე უნდა გავაკეთოთ და დოქტრინა ეს არის რა კერძო საკუთრების მე არ ვემხრობი მარქსს ყველა პუნქტში მაგრამ როგორც პოლიტიკური რაღაცა მაგალითი როგორ უნდა ხო პუნქტები გაწერილი მანიფესტო გიდევს რა და შემდეგ 100 წლის განმავლობაში ანუ 1917-ში მოხდა რევოლუცია ისიც იქ არა სადაც მარქსს იწინასწარმეტყველა და იმიტომ ისე არა როგორც და შედეგების მიხედვითაც აბსოლუტურად არ იყო მარქსისტული ხო მაგრამ ნუ ჩვენ შემთხვევაში ჩვენ როგორც მემარცხენე მაშინ თქვა 18-21 წლის საქართველოს ხო ყველაზე მართლა ისე როგორც მე მაგრამ ნახეთ მაგას ვიძახი რა რომ ნოე ჟორდანია იქნება თუ ნებისმიერი სხვა ესენი არის პოლიტიკოსები
მაგრამ მათ კიდე ყავდათ აგიტატორები. ეს დოქტრინაში ეწერა მარქსსაც, ლენინსაც და ზოგადად კომუნისტურ პარტიას, რომ კი, შენ თუ ქარხანაში არის შენი ჯგუფი, რომელსაც უნდა უთხრა, რომ ჩაგურულები არიან, კი, ქარხანაში უნდა იარო, გაფიცვა უნდა მოაწყო და ასე შემდეგ. მაგრამ 100 წელზე ვსაუბრობთ, რან თუ ცნობიერების ცვლილება გინდა, შეიძლება დრო უფრო მეტი დაგჭირდეს. ანუ მე არ ვიცი ეგ შეკითხვა მინდა დავსვან, ჯერათ თუ არა რომ ჩვენ უკვე ცნობიერების იმ მომენტში ვართ, როდესაც ცვლილება მომწიფებულია და რა ტიპის სამუშაო გვაქვს გასაკეთებელი გარდა იმისა, ხა ვსვლაპარაკობთ, ანუ გავალ თუ არა მალე შედეგზე, აი 4 რიცხვში, ვთქვათ, ხალხი ნაწილი ამბობს, რომ 4-ში ყველაფერი შეიცვლება. სრულების დონეზე აბსოლუტურად თვითანხმებით ცვლილება მე მინდა დღეს და 4-შიც მომინდება და რა თქმა უნდა 3-შიც და 2-შიც. რა არის, მაგრამ იმასაც ვაცნობი, რომ კოლოსალური შრომა არის, თუ მართლა ვინმეს უნდა რომ ხვალზე და დამთავრდეს, იმიტომ რომ ჩვენ აქ რაც ვილაპარაკეთ, საუბრობთ ხანგრძლივზე. რა არის თავარი გზავნილი, იმიტომ რომ ჩვენ ეხა მე მგონია გვაკლია დოქტრინა, რაც ჰქონდა მარქსს. და მარქსის დოქტრინა ძალიან უსასრულო დოქტრინა არის, პლატონიდან მოყოლებული, ხალხი ამბობს თანასწორობის იდეალი, სულ არსებობდა, მაგრამ მარქსმა თქვა, რომ თუ გინდათ თანასწორობა, აი ესე უნდა გააკეთოთ. ჩვენ ისევ როგორც დასაწყისში ვახსენე, ევროპას იძახიან ხშირ შემთხვევაში პოლიტიკოსები. ჩვენი გზავნილი რა შეიძლება იყოს ისეთი, რომელიც აი რომ მივედი იმ სამეზობლოში და რომ დავაკაკუნე, რას ვეუბნები ალტერნატივად იმისას, რაც ეხა ხდება. აი მარტივად, რაც ხშირად დაკვეთა არის ხომ, რომ აი მარტივად აუხსენით ხალხს, რატომ უნდა წამომყვეს მე, რატომ უნდა მოგვისმინოს და რა არის ის ცენტრალური რითიც შეიძლება რომ ხალხს უბრალოდ, რა ვიცი, თვალი აუხილოთ პროპაგანდის. ერთი რასაც ველაპარაკებით ადამიანებს ხშირ შემთხვევაში ეს სიტყვის დონეზე ჯერათ და შეიძლება იგივე ველაპარაკონ. ოღონდ არ ჯერათ რომ ეს გაკეთდება იმ კონკრეტული პოლიტიკოსების ხელით. ამასობაში წარმოიქმნა რაღაც გარკვეული კატეგორია ადამიანების, რომლებიც აი ქუჩაში ვდგავართ, ვიბრძვით მოქალაქეობრივი პასუხისგებლობის მაღალი გზნობის მქონე ადამიანები. მგონია მე ეს ყოველში ესეთი მესიჯით მივდივარ, რომ ესენი თუ არა აბა ვინ და მე ვეუბნები რომ მე და მე იმის პირობას გაძლევ, რომ როგორც ამდენი წელი არ გავჩერებულ ვარ, მივალ და მოდი ეს ძალადობრივად მსხვერპლს მიუნაყავ რა იმ პოლიტიკოს მოვთხოვ მე რომ შენ დაგარწმუნებ რომ წამოიღე შენი 20 ხმა მე ჩემ 21-ს დავამატებ და მოდი რაღაცა აი კონკრეტულ რაღაცა ადამიანს მივცეთ ან კონკრეტულ პარტიას მივცეთ. მე შენ გპირდები, რომ როგორც შენც უნდა შემპირდე, რომ როგორც კი ეს გადაუხვევს ჩვენს მიერ შეთანხმებულ გზას, მე შენთან მოვალ და გეტყვი რომ ამან ამ გზას გადაუხვია და დადგა ხა ის დრო, რომელზეც მე შენთან პასუხისგებლობა ავიღე, წამომყევი ხა ზურგსკან დამიდექი და მე შენი სახელითაც ვიჩხუბებ. მე ვიცი მათ როგორ ველაპარაკო, მე იმათ უყურებ ყოველდღიურ ყველა ნაბიჯს და მე გავაკეთებ იმას, რაც შეგვიყვი. ოღონ შენც უკან უნდა გამომყვე. აი ესეთ რაღაცა როგორ აი ეს რაღაცას თავაზობ ხოლმე მე როგორც ერთი მოქალაქე, მე შეიძლება რაღაცა ხალხიანი პოლიტიკოსი არ მინდა რომ ვიყო ამ ეტაპზე ან ვერ ვხედავ ჩემ თავს იქ, მაგრამ მე იმას ვხედავ რომ ვიარე სპეციალურად გავიცანი სულ ყველა ვიაქტიურე რაღაც ოფისებში მივედი და ასე შემდეგ და გავარღვიე ის რაღაც წარმოდგენა და ღრუბელი რომ რაღაც პოლიტიკოსების რაღაც სხედან ზევით ცაში და იქ მიკარება შეუძლებელია როგორც მაგალითად ედუარდ შევარდნაძის დროს იყო ფიზიკურად ესე ხელით ვერ მოკიდებდი სად იყო საერთოდ. ეხლა ეგ დგანა ჩვენს გვერდით და მათ შორის უბრალოდ იგივე ფიზიკური საფრთხეები აქვს როგორც ჩვენ და ისიც გაცნობიერებული აქვს რომ ჩვენ ვართ ჩემკვეთები. ჩვენი მომენტიც არის რომ ერთის მხრივ აი იმ ხალხს რომელიც ხელჩაქნეულია პოლიტიკოსებზე იმის რწმენა მივცეთ რომ ჩვენ ვიქნებით ის შუამავალი და ჩვენ ვიქნებით ის პასუხისგებლობის შუარგოლი რომელიც შენამდე შენ სანამ შრომობ და სახში იცი რომ დილა საღამოს მიხვალ შვილებს საჭმელი უნდა მიუტან დროც კი არ რჩება რომ გამოიხედო ტელევიზორისკენ და გაიგო რა ხდება როგორც კი რაღაც მოხდება მე მოვალ შენთან და მე გეტყვი შენ რაღაც კონკრეტული არხით აი წეღარს ვაპარაკობთ ჩართულობის პლატფორმა იქნება ეს თუ რაღაც ციფრული ინსტრუმენტი მე გეტყვი შენ რომ აი ეს მომენტი დადგა რომ აი ხა ჩვენ რაღაცაზე რაზეც ვაპარაკობთ ეს დაირღვა და წამომყევი ეხა ჩემი 20 კაცი წამომყევით სიტყვაზე ვიძახა მოცებული სატო შევაწუხე ავი საიდან მომივიდა თავში წამომყევით და ამ პოლიტიკოს მოუთხოვოთ კაცრად ის რაც მე თქვენ შეგპირდით და ის მე შემპირდა აი რაღაცა ესეთი მესიჯით მგონია რომ მივიდეთ ან ჩვენ ბევრნი ვართ ამდენი პოლიტიკოსი არ არის ყველა ადამიანთან და ყველა მოქალაქესთან ვერ მივა 90 პარლამენტარი ან რეგიონებში არ გადიანო და ასე შემდეგ აი აქ ამ პარლამენტარებს და იმ ადამიანებს შორის, რომლებიც დღე და ღამე შრომაში არიან, რომლებიც თავის ოჯახებს ასე ვთქვათ, ლუკმაპურით უზრუნველყოფენ და უბრალოდ დრო არ რჩებათ და არც სურვილი და აღარც უკვე აღარაფერი, რომ ამით დაკავდნენ, იმათ ჩვენ უნდა უთხრათ, რომ ჩვენ შენნაირი მოქალაქე ვართ, რაღაც უბრალოდ მეტი დრო რჩება, რესურსი, აი 1 საათი რჩება, რომ მე ეს ტიპები ვაკონტროლო და მე მინდა რომ შენ გთხოვო, რომ მოდი წამომყევი რა აი ამ გზაზე და ერთად გავაკონტროლოთ, ესენი რომ მე შენს აი აქ ამოიწიო, ჩემნაირი გახდე, რომ მეტი დრო დაგრჩეს.
იმისათვის რომ იფიქრო და აი ეს რაც სიღარიბის ფენა დავცალოთ, რომ გავხდეთ ცოტა უფრო ესე როგორ გითხრათ, კეთილდღეობაში მაცხოვრებელი ქვეყანა და საზოგადოება და სახელმწიფო. რამე ესე უფრო ხედავ მაგას, რომ ბევრი უნდა ვიყოთ და ამდენი პოლიტიკოსი ვერ იქნება ფიზიკურად. 90 კაცი ვერ მივა 3 მილიონ ადამიანთან. ისევ მიდივარ, მაგრამ აი აგიტატორები და გამავრცელებლები იდეების და აი ამ ხალხმა უნდა იცოდეს ეს იდეები როგორ მიიტანოს, როგორ დაელაპარაკოს არგუმენტები, როგორ დაახვედროს იმ პროპაგანდას, რითიც ის ადამიანი დახვდება ნიჰილიზმში ჩაპრესილი და ესე ვთქვათ, რაღაც ჩაკონსერვებული მოქალაქე, როგორც კი დახვდება, რომ არც აზრი არ ჩემ აუხს რომ კი აქვს და მე ვიქნები შენი გამტარი იმათთან რა. მე მგონია რომ აი რა სიტყვა გამოიყენე აღარ მაგას მომწიფება მე მგონი მომწიფდით თუ არა როგორც აი ეგეთ საზოგადოება რომელსაც რაღაც ანგარიშვალდებულების განცდა აქვს ხელისუფლება დაახლოებით ეგრე გავიგე შენი კითხვა და მე მგონია რომ მე მგონია რომ მწიფდებით რა ანუ არც რომ მომწიფებულიყავით საერთოდ სხვანაირი იქნებოდა დღეს პროტესტი, საერთოდ სხვანაირი იქნებოდა დღეს რეჟიმი, ხო? და მომწიფებულები რომ არ ვიყოთ, ეს პროტესტი ვერ იცოცხლებდა ამდენი ხანი. მე მგონი, აი ამ პროტესტის განმავლობაში თითქმის 1 წელი გავიდა, ანუ პროტესტთან არადაკავშირებული რაღაცებიც ხდება, რასაც პროტესტის კონტექსტში ხდება, მე ანალიზი რა, მაგალითად გულისხმობ რაც მე საზოგადოებას ეხმარება და ჩვენც რაღაცნაირად გვეხმარება საზოგადოებამდე მივიტანოთ რა არის ხელისუფლება, რა არის ანგარიშვალდებულება და რისთვის ირჩევანო მართლა რაღაცა ერთი დღით არჩევნებზე 20 ლარით გაავნდა გაასცეს ხო შენი პირადობის მოწყობა ეს კი არ არის არჩევნები, არამედ რეალურად ანგარიშვალდებულია ხელისუფლება ხო? მოხდა სტიქიური უბედურება კი არ მოხდა მოთხოვა უბრალოდ ხო? ანუ არც იყო ეს სტიქიური უბედურება და ნახეთ რომ მოხალისეები ადგილობრივი ხელისუფლების სამაშველო მანქანები ამოყავდათ თოვლიდან მოხალისეობის მანქანებს, ანუ ჩემი თვალით ვნახე ესეთი ვიდეო და გაცილებით უფრო დიდი რესურსი ჩადეს მოხალისეებმა, მოხალისეობრივად ვიდრე ადგილობრივ ხელისუფლებას საერთოდ ჰქონდა ამის რესურსი. მოხდა საშინელი ტრაგედია სადგურის მოდნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ცხოვრობს ზუსტად რამდენიმე კორპუსის მიღმა და 10 წუთში გაირკვა მომხდარიდან, რომ თურმე ადამიანს 10-ზე მეტჯერ ჰქონდა დარეკილი მერიაში ოპერატორს ნაპასუხები და ყველამ ძალიან კარგად იცოდა რომ შეიძლება და ჩამოვარდნილიყო ეს ფასადი და შეიწირაო მხოლოდ 2 ადამიანის სიცოცხლე როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა ესე გითხრეს რომ რაღაცა ასე ითვლება რომ ხო მხოლოდ და მე მგონია რომ ანუ მე სულ ვუყურებ ხოლმე რა როგორ შუქდება ხო პროტესტამდეც და პროტესტის შემდეგ და საერთოდ ტელევიზორის ყურება ძალიან პატარა ასაკში დავიწყე ამ ნიუსების და ანუ ყოველთვის შეიძლება და ეს ყველაფერი ესე გაშუქებულიყო მაგრამ პროტესტი კიდე ამძაფრებს აი ამ აქცენტებს და მგონია რომ უფრო ცხადად აჩვენებს საზოგადოებას რომ ჩვენ რო გვყავდეს ხელისუფლება რომელიც ანგარიშვალდებულია თავისი ამომრჩევლების მიმართ როცა დაურეკავენ რომ ვარდება ფასადი და შეიძლება ჩამოვარდეს ანუ შეუძლებელია რომ ანგარიშვალდებულმა ხელისუფლებამ ეს არ გააკეთოს ანუ მე მგონია რომ მივდივართ იქამდე რომ მეტმა ადამიანმა ანუ ყველა ამას ვერ გაიგებ მე არ მაქვს წარმოდგენა რომ რაღაცა ერთ დღეს გავიღვიძებთ საზოგადოებასაც ყველა ვართ ერთნაირ ღირებულებით ღერძიან ასეთი რამ არ ხდება მაგრამ მე მართლა მგონია რომ მეტ და მეტ ადამიანს აქვს პრეტენზიები ხელისუფლებასთან და ეს ნიშნავს რომ სხვა ხელისუფლებასთანაც ექნებათ პრეტენზიები და ეს არის კარ მოკანო ამურჩევს რომ პრეტენზიები აქვს ხელისუფლებასთან ეს არის ძალიან კარგი რა რაც შეეხება ახლა იმას მე რას ვეტყვი ეს თავისთავად მგონია უკვე ღირებული მე ვერ ვხედავ ჩემ თავს ხა როგორც გიორგი მისაუბრა პირველ პირში მე არ ვიცი რას ვისი სახელით რას დავპირდე მოქალაქეს რომელსაც უნდა ველაპარაკო მე უბრალოდ შემიძლია ვუთხრა რომ აი მე აი ამ კონკრეტულ პოლიტიკურ აქტორს უფრო მეტად ვენდობი აი ამიტომ და ეს ვარიანტებია და რაზე იჩხუბებ თუნდაც ან რაზე კი ბატონო აი მე რომ ცხოვრების ბოლომდე წინა კითხვას მინდა დავუბრუნდე რომ მე მინდა ვიცოდე ვის რაში ვეთანხმები ვის რაში არ ვეთანხმები თვითონაც ვინ რაში თანხმდებიან რომ მე ჩემ რო ცოტა ინფორმაციის გამავრცელებ როგორც ისე ვხედავ როგორც ინფორმაციის გამავრცელებელი და აი ეს რომ მივიტანო უფრო მარტივად ადამიანებამდე რომ ეს რაღაც შემჩნეული მაქვს რაღაცა შემიძლია მარტივი ენით რაღაცები უთხრა ადამიანებს რომ უფრო რაღაცების მოსმენადი იყოს მე მგონია რომ ამაში არის ჩემი როლი ამ პროცესში მოკლედ რა ასე უცვლი და დავასრულებ ძალიან მალე ნინომ თქვა ასეთი რამ არ ვიცი ზუსტად რა იგულისხმება მაგრამ ჩვენ ხა ვაშენებთ ქვეყანას ანუ ჩვენ ხა რაღაც ხელისუფლებას კი არ ვცვლით თქვა რაღაცა გადარჩენას, მაგასაც ვაკეთებთ ცხადია, გადარჩენასაც ვცდილობთ, მაგრამ ანუ ეს არის ძალიან საეტაპო მომენტი ქვეყანაში, ანუ შენების ეს არის რა, შენების ეტაპი არის ქვეყნის, რაც დგას ადამიანების ღირებულებების
ცვლილებაზე და რაღაცა პიროვნულ ზრდაზე ადამიანების და საზოგადოების გაზრდაზე ღირებულებითად. და მე მგონი რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ადამიანებმა გაიაზრონ და ამაში ჩვენც დავეხმაროთ რომ პოლიტიკა არის ყველაფერი. ანუ მე რო ექიმთან მივდივარ და ვერ ვიღებ სერვისს, ვიღაცის ბრალი არის ეს. რაღაცის ფული რო არ მაქვს იმდენი რომ რაღაცა საშინელი დაავადება მჭირს და გავუმკლოთ ვიღაცის ბრალი არის ეს ანუ ესე არ ხდება რომ ბაზისურ საჭიროებებს ადამიანები ვერ იკმაყოფილებდნენ ხო და ქუჩაში რო დავდივარ და ფასადი მეცემა თავში ვიღაცის ბრალია ეს ხანერად შეუძლებელია ხო არის შემთხვევები როდესაც რაღაცა კი უბედური შემთხვევა არსებობს უბედური შემთხვევები არსებობს მაგრამ ანუ უნდა მოძებნო ვიღაც იმიტომ რომ ეს შეიძლება და არ მომხდარიყო და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიაზროს ეს ხო. აი იმდენმა იმან გამიელო ახლა თავში რომელიც საიდან დავიწყო ხო. იქიდან ხო, მაინც ჩემთვის არის ინდივიდუალური პასუხისმგებლობაში, მაინც საბოლოო ჯამში გასაღები რა, ანუ მომწიფდება თუ არ მომწიფდება, სიმწიფის ატესტატი დავარქვათ მაგას. ეს არის შენი პასუხისმგებლობა, რამდენად რეაგირებ გარემოზე რა. ანუ ადამიანები უყურებენ იმ რეკლამას, რასაც იმსახურებენ, ნუ ეს არის ყველა ნათქვამი რა, ანუ რა დაკვეთაც გააქვს, შესაბამისად იმას იღებ. და ანუ მე რა რომ მე ძალები არ მაქვს დღეს და სიღარიბეში ვცხოვრ, მაგრამ გავიხედავ და ჩემი ხედვა უნდა მქონდეს, როგორი მინდოდა რომ ცხოვრება მქონოდა უკეთესი. აი ეს უნდა ვაჩვენოთ. ანუ მათ უნდა ვკითხოთ ადამიანებს პირველ რიგში, რომ აი შენ როგორი წარმოდგენა გაქვს, რაში გინდა რომ იცხოვრო. ანუ მე თავს ვერ მოვახო ვერავის, აი შენ ასე თუ იცხოვრებ, იქნება ბედნიერი რა. იმიტომ რომ მე მინდა რომ იმან მითხრას რაში იქნება ის ბედნიერი. და ამ შემთხვევაში ეს მინდა რომ ყველამ ძალიან კარგად გაიაზროს რუსთაველმაც, რომელიც იქ დგას. იმ ადამიანების მოთხოვნები და აი ბედნიერების ინდექსი, რომელსაც ის წარმოიდგენს როგორც სახელმწიფოს ნაწილად, ანუ თავის თავს რა და რო თქვას, რომ აი მე ამ სახელმწიფომ ყველაფერი გამიკეთა და ვარ ბედნიერი და ამიტომ მიყვარს და ვარ ამ სახელმწიფოს ერთგული და მსურს რომ აი ამ სახელმწიფოში მთელი ჩემი ცხოვრება ჩავდო. ფინანსურიც ინტელექტუალურიც და ყველაფერი აბსოლუტურად რა. მომწიფებულები ვართ თუ არა ვართ, რა თქმა უნდა, ეს სუსტი რგოლები გვაქვს ძალიან ბევრი, მაგრამ რუსთაველი მეტწილად შეიძლება ითქვას, რომ მომწიფებულია უბრალოდ ერთმანეთში ვერ კოორდინირდა და ეს ძალიან სერიოზული საკითხია მე რომ მკითხო და ძალიან აი ეხლავე დასაწყებია და ეს დიდი ხნის წინ უნდა დაგვიწყო მაგრამ ეხლა მომწიფებული არის ემიგრაცია საზღვრებს მიღმა რომელიც ძალიან კარგად ხედავს სურათს უბრალოდ ემოციურ ბმაში ისე არ არის როგორც ახლა ვთქვათ რუსთაველი იმიტომ რომ ჩვენ ყოველდღიურად აი ამ კამერის ქვეშ ვდგავართ რა და გუშინ ზუსტად ვისმენდი რა რომ აი როგორი სხვანაირია ამერიკიდან ამის იყურება რა ანუ აქ დგახარ და იქ კამერაზე ანთებულია თუ არა იმას უყურებ რა და იქ ეს სტრესი მოხსნილი გაქვს რა მაგრამ რა თქმა უნდა გულშემატკივარი ვარ მთელი პროცესის ხო მაგრამ აი რაღაცა შეგრძნების დონეზე საერთოდ სხვანაირია იქაურობა და აქაურობა ეს არის იქაც მომწიფებული არის ამბავი ეხლა დაგვრჩა ის ადამიანები რომლებმაც ხმა უნდა ამოიღონ რა ანუ ერთადერთი ინსტრუმენტი რომელიც მათ გააჩნიათ ეს არის სიტყვა ამ ყველაფერს აი ამას უნდა მოუძებნოთ გასაღები რა როგორ ამოვაღებინოთ ადამიანებს ხმა თუნდაც ისე რომ ბეჭდითი ნაწილით მაინც აი სოციალურ ქსელში მაინც და ვერ მოდიხარ გასაგებია რაღაცა ვერ წყდები იმ სამსახურს ან არ გცალიან რაღაცნაირად შენ დღის წესრიგი ვერ მოგვარდა მაგრამ სიტყვით მაინც დაგვიდასტურე რომ შენ ნამდვილად გინდა სხვა სახელმწიფო მე რანაირად ვიბრძოლე იმ სახელმწიფოსთვის სადაც ვთქვათ რაღაცა ნაწილს უნდა კარგად ცხოვრება და ვაბასე რა როცა ხო მაშინ რისთვის იბრძვი ხო შენ თუ გინდა ხო უკაცრავად რა მაგრამ შენ თუ გინდა კარგი ცხოვრება ხო დამიდასტურე რომ ეს გინდა ანუ აი ერთის აი მაჩვენე სიტყვიერად მომეცი სიგნალი რომ მე შენთვის ვიბრძოლო იმიტომ რომ შენ თუ რაღაც არ შეგიძლია და ძალები გაკლია მე შეგივსებ ამ ძალებს იმიტომ ვარ შენთან სავსე რუსთაველი იყო ეგ სიგნალი თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე რუსთაველი როცა იყო სავსე იქ უკვე ჩემთვის რა ფასის გადახდა მომიწევდა მე იქ ბრძოლაში უკვე აღარ არსებობდა ეგ ფასი იქ რაც იყო იმაზე ზუსტი ფასი აღარაფერი აღარ იყო აღარაფერი არ არის ვიდეოებით პირველ კანონზე მაქვს მოვდივარ და ეს რუსთაველი სავსე რო დავინახე იქ უკვე დავკარგე საერთოდ ფრთები რო შეგესხმება და იქ აღარანაირი წინააღმდეგობა რომელსაც ვერ შევერკინები აღარ არსებობს
ხო და როცა ვხედავ რომ იქ უკვე ხალხი მე-9 თვე დაამთავრდა და მიტოვებული ამდენი ხანი არ არის, მაგრამ რეალურად იქ მარტო დარჩა ადამიანები და ის სავსე გამზირი აღარ არის, მესმის თავთავის მიზეზებია ყველაფერს, მათ შორის პოლიტიკოსების როლიც დიდია მათ. მაგრამ მოდი აი ისევ რა პოლიტიკოსებთან სხვანაირი ურთიერთობა უნდა დავამყაროთ და ის რუსთაველი ისე უნდა გავავსოთ და მე მგონია რომ რა ვიცი მე ჩემთვის მაგალითად უკვე აღარ იქნება კითხვა რისთვის ვიწვი გადავიხდი თუ არა რაღაც ფასს და მიხის თუ არა ხო აი რუსთაველზე თუ გამოვა რეალურად ის რაოდენობა ადამიანები ვინ ზუსტად იგივენაირად ფიქრობს როგორც ჩვენ ეს სისტემა დაინგრევა და დამთავრდება რა. რაოდენობრივი ამბავია რა, როცა ავტობუსი გაივლის და იქ დგას პატარა მასა, ამ ადამიანებს გონიათ რომ არიან უმრავლესობაში და აქ პროტესტში ჩართული ადამიანები უმცირესობაში, ეს ვიზუალიზაციის ამბავია რა, მეტი არაფერი. არა და ყველა ჩემს ირგვლივ სხვანაირი განწყობით არის, ხო? უბრალოდ ამას ვერ გამოხატავენ, არ გამოხატავენ, ან ეზარებათ, ან მოკლედ ამაში არის ყველაზე მნიშვნელოვანი ის, რომ გავიაზროთ, რომ თუ გვინდა მართლა კარგი ქვეყნის მშენება და ეს წყლის ნახვა არ არის და ეს უბრალოდ სიტყვების ჰაერში გატყორცნა არ არის, მაშინ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა რა და ეს პასუხისმგებლობა უნდა გადავანაწილოთ, მაგრამ შენი პასუხისმგებლობა რომ ყველაზე ელემენტარული სიტყვით მაინც დამეხმარო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ნუ გამოხვალ, მე ვიქნები იმ პროტესტში, მაგრამ სიტყვა დაწერე დღეს სოციალური ამბავი არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე სისტემა უნდა მიხვდეს რომ ამ საზოგადოებამ, ამ ქვეყანამ გააკეთა სხვა არჩევანი. შენ აღარ ხარ საჭირო, იმიტომ რომ შენ არასწორი ხარ. და აი ეს უნდა დავამტკიცოთ რა ამ შემთხვევაში და მეტი რამე იქნება ინსტრუმენტი სხვა არ ვიცი ჯერჯერობით. მე მაინც მგონია რომ ზამ ბაზისური რაღაცები რახან ავაცილეთ თავის დროზე რა, ანუ რაღაცები მივიღეთ როგორც უკვე არსებული და მოგვარებული. მათ შორის ცოდნა დემოკრატიის შესახებ, ცოდნა სახელმწიფოს შესახებ, მოქალაქის შესახებ და შემდეგ. ნუ რა თქმა უნდა არის საკმარისი. ფიქრობ სასაუბრო გვაქვს წარმომადგენლობითობის, რამდენჯერმე ახსენე და მე არ მახსენდება პოლიტიკოსების დისკურსში ენაში სიტყვა წარმომადგენლობით, რომ მე თქვენ წარმოგადგენთ. ესეთი წინადადება არ მსმენია, შეიძლება, მაგრამ ეშლება, მაგრამ არ გეშლება. და აი ეს იდენტობა, ხო რა, იდენტობა ჩემსა და შენ შორის, რომ აი შენ ვარ. მახსოვს პოლიტიკოსები, ქარიზმატული ლიდერები, მაგრამ ხო აი დავირქვით რა და მაგაზე ჩვენ არა მათ აქვს ჩვენ არ ვაღიარეთ, არამედ დაირქვეს. მეორე საინტერესო, მე ამ ბრძოლას ზოგადად უყურებ გმირის მოგზაურობის კემბელის პარადიგმის მიხედვით, რომ რაღაცა ყველა ეპიკური ნაწარმოების გმირი გადის ერთ და იგივე გზას და ამ გზაზე აუცილებელი არის, რომ პირველი ხარ გამოუცდელი, ყველა გმირი გამოუცდელი იწყებს. ის პერსევსი იქნება თუ სხვა იძენს რაღაცა ხელსაწყოებს გზის განმავლობაში, ჩვენი მოთხრობებიც ეგ არის, ხო, იმ თქვა რაღაცა ფეხსაცმელი, რომელიც გარადარბის ფარი, რომელიც გამჭირვალეა თუ ირეკლავს. შემდეგ არის მეგობრები, აუცილებლად, ზღაპრებში ეს არის კურდღელი, რომელსაც გაჭირვებია და ეს გადაარჩენს. და სხვაგან ეს იქნება თქვათ ის დიდი თანამგზავრები რომელიც ყავს მენტორები დიდი ცოდნის მატარებელი ხალხი რომელიც რაღაცა რჩევას აძლევს რომელიც მას ეხმარება მაგრამ ერთი ელემენტი არის წაგება ამ პარადიგმაში ამ გზაზე აუცილებელი კომპონენტი არის არც ერთი გმირი პირდაპირ არ მიდის და არ იგებს აუცილებლად ერთი წაგება უნდა იყოს იქ და ხშირად ეს იმედგაცრუება თქვათ დეკემბრის შემდეგ ჩემთვის არ არის წაგება, რომელიც იყო საბოლოო წაგება. იმიტომ რომ ჩვენ სულ წაგვეგო დღეს არ ვიქნებოდა. ნოემბერშიც იყო წაგება. ანუ არჩევნების გზითაც ხო ესეც ხო. მაგრამ ფუნდამენტური შეკითხვა არის, რომ უნდა მოგვეგო და მე ვერ ვცემ ძალიან ხმა მაღლა ამ შეკითხვას, რომ ჩვენ მაშინ უნდა ანუ რა უნდა გვექნა. თუ იმ ბრძოლას არ ავირჩევდით, რაც ჩვენთვის ყოველთვის მიუღებელი არის, ხო? მაგრამ 2 წლის განმავლობაში თუ 10 წლის განმავლობაში ეს იყო რეჟიმი, რომელიც ემზადებოდა, რომ ესეთი რამე მოხდებოდა და იყო პირველად უფრო მომზადებული ვიდრე ჩვენ. და ეხა აქ ვინც ხედავთ, როგორც ნინო თქვა, ზოგი პირველად გამოვიდა ქუჩაში, ზოგი პირველად გავიდა ტელევიზიაში და აღმოცენდა ამ პროცესში იმდენი ხალხი და ამ პროტესტში რომელიც მე ვფიქრობ, რომ ეს გამარჯვების გზა არის და მეტი არაფერი და დადგება მომენტი, როდესაც ჩვენ კიდევ ერთხელ შევებრძოლებით სისტემას, ისე არა, ვისურვებ რაც შენ ლაპარაკობდი, რომ ეგრე არა როგორც გვინდა, ისევ დაწამულად და ისევ პატიმრები და ის მაგას არ გულისხმობ. გულისხმობ იმას, რომ უბრალოდ იმდენი
ადამიანი იქნება, რეჟიმს უბრალოდ სხვა გზა არ ექნება და მაგეთ მიდის ყველაფერი, იმიტომ რომ სიმართლე აქეთ მხარეს არის და მაგიტომ არის ეს მოსაფრთხილებელი მორალური უპირატესობა და იქით მხარეს უფრო და უფრო იკვრება, რაც ხდება ხოლმე ეპიკურ ნაწარმოებში, რომ ბოროტება უფრო და უფრო ბოროტი ხდება და აი ეს შეკითხვა, საფრანგეთის რევოლუციის შეკითხვა არის, რომ აი ვინ ვართ ჩვენ? ის ხალხი იყო ყველა, ანუ აი ყველას უნდა მივახციოთ და ყველანი უნდა გავხდეთ ამ დიდი პროტესტის მონაწილე. არა იმიტომ რომ ვიზიარეთ პოლიტიკურ შეხედულებებს რაღაც საკითხთან დაკავშირებით, უბრალოდ სხვანაირად ცხოვრება ჩვენთვის ყოველთვის დამღუპველი არის. ეს არის არა რესპუბლიკა, არა დემოკრატია, არა მოქალაქე, არის ბატონყმობა, მსახურება და ხელმწიფის პირდაპირი გაგებით კმაყოფაზე ყოფნა, რომ იქნებ რამე გადმოგიტოს და რაც თავარია, ესეც აღმოსავს მომავალი არ აქვს, იმიტომ რომ თუ ერთ ადამიანზე ჩამოკიდებ უსაფრთხოებას, კეთილდღეობას, მშვიდობას და ასე შემდეგ, ადამიანი მოკვდავი არის და ხელში შეგრჩება ადრე თუ გვიან უთავო რაღაცა წარმონაქმნი, რომელიც შენთვის დამაზიანებელი იქნება. შენთვისაც, შენი ოჯახისთვისაც და აი იმ სიკვდილის დღეს უნდა დადგე ფაქტის წინაშე, რომ არ იცი რა იქნება ხვალ. და რესპუბლიკა დემოკრატიული ეს არის მუდმივობა ევროპა ახსენე, მშვიდობა, რომელიც აი მეორე მსოფლიო ომის დღიდან, დასრულების დღიდან დღემდე გასტანა მსოფლიო ისტორიაში უნიკალური მოვლენა ევროპის კონტინენტზე. როგორ არ უნდა გინდოდეს მსგავსი ცხოვრების დამკვიდრება შენ სახელმწიფოში. და ეგ იქნებოდა მთავარი გზავნილი ჩემთვის, რომ ესე, ანუ რაღაცნაირად თუ გინდა რომ დაგეგმო, არა მხოლოდ შენი ხვალინდელი დღე, არამედ შენი სიბერეც და შენი შვილის უნივერსიტეტიც და სიბერეც, მაშინ ერთადერთი გზა არის დემოკრატიული რესპუბლიკა და ეს სიტყვები უნდა გახდეს ჩვენი დისკურსის ძალიან დიდი ნაწილი. ფუჭად. კი ბატონო. მე მაინც იმედიანად ვარ, ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩემთან და ამ შემთხვევაში შევხვდებით რუსთაველზე ნამდვილად. შევხვდებით რუსთაველზე. დროებით.